მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ღია სივრცეს, მე ნინო ზაუდაშვილი ვარ. ღია სივრცის ერთ-ერთი პირველი გადაცემა ხარაგაულის სოფლებს დავუთმეთ. როგორ იქცა ნასახარებად ხემაღალი და ღვერკი. მოგიყევით, რომ იქ დაქცეულ სახლებამდე მისასვლელი გზები აღარ არსებობდა. სოფლებს აღარ მიეწოდებოდა ელექტროენერგიაც და დაზარალებული მოსახლეობა ჯერ გეოლოგიურ დასკვნას ელოდებოდა. პასუხს კითხვაზე, რამ გამოიწვია მეწყერი, შემდეგ კი ნაქირავებს სახლებში თვეობით ელოდებოდნენ მთავრობის დადგენილებას. დადგენილება 16 იანვარს გამოქვეყნდა და ასე იწყება. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ზოგიერთი ოჯახის საკომპენსაციო თანხით უზრუნველყოფა. საუბარი არის 112 ოჯახზე, რომელთაგან 30,000 ლარი გადაეცემათ მათ, ვისაც საკუთრებაში აქვს ჰქონდა რეგისტრირებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართი და 50,000 ლარი გადაეცემა დაზარალებულ ოჯახს, რომელსაც საკუთრებაში რეგისტრირებული ალტერნატიული ფართი არ გააჩნია. ღვთისამბები 2 დღის წინ კიდევ ერთხელ ჩავიდა ღვერკსა და ხემაღალში. პირველ რიგში ვნახოთ, რა უთხრეს ჩვენ ჯგუფს ადგილობრივებმა. ჩემს აქეთ ჯოჯოხეთია შვილო მოწყობილი. გამოვხედავ ტირი ვარ, რას ვაკეთებ, ვერაფერს. ეხლა რა ვქნა გეკითხები, გამოდი, როგორ გამოვიდე, სად წავიდე. ამაზე უკეთესი ჩემთვის არაფერი არ არსებობს, ეს ჩემთვის 64 იყო. მე რომ სხვაგან გამიშვებს საცხოვრებლად, მე სად წავიყვანო ჩემი მიცვალებული. თქვენ თვითონ მიხვდით ეხლა რომ როგორი გასასვლელი არის, მე რომ მეტყვია რომ შეიძლება უნდა გახვიდე ამ სახლიდან. ურთულესი შვილო, ურთულესი რამ არის ეს ჩემთვის. უკვე იმაზე ვარ მისული რომ რაღაცა მოუხერხო ჩემ თავს და დავისვენო, იმიტომ რომ ძალიან განვიცდი, ადამიანად აღარ ვარგივარ მის შემდეგ. რომ გავედი აქედან პოლიციამ რომ ითხრა რომ ქალბატონო იძულებით ხელბორკილით ხომ არ გაგიყვანოთ, არ გავდიოდი არავითარ შემთხვევაში. ჩემთვის როგორი იქნება ახლა ამის მიტოვება, როცა რომ აი გიჟი ვარ ხალხმა ამ სოფლის. სიგიჟემდე მიყვარს ეს ხალხი. აქ მე მეზობელს არ ვამბობ შვილო. ეს ჩემი მეზობელია, ჩემ პირიდან ეს სიტყვა არ ამოსულა არასოდეს. ჩვენ ბიძაშვილები ვარ. აღარაფერი აღარა დანგრეული შიგნით ვეღარ შედიან ისია. ზოგი იქით არის წასული, ზოგი აქეთ არის. აგერ ბოსელი იყო, აი ესეც დანგრეულია, სულ ყველაფერი დაინგრა. აი რანაირად არის დამხობილი სახურავიც, ყველაფერი განადგურებული არის, ყველაფერი. დარჩა აწამოვიდა? როდესაც შემიწყვიტავენ უკვე ქირაზე, მე ნაქირაებში ვეღარ ვიქნები, მე მოვდივარ სოფელში საცხოვრებლად ისევ. მე ვტოვებ 50,000 ლარს, მე არავითარ შემთხვევაში არ ავიღებ მაგ 30,000 ლარს, მოიხმარონ თვითონ, მიყიდონ, ამიშენონ, და რაც უნდათ ისქნან და შემიშვან. თუ გინდ თვითონ 1 ლარად იყიდონ. 1 ლარად შეიძინონ, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. მე არ ავიღებ ამ თანხას. თუ მე იძულებულს გამხდიან, აი აღარ გადაიხდება ის, რასაც მიხდიან, მე ქუთაისში ნაქირავებში ვარ. თუ კი იმ ქირას მე აღარ მომცემს მთავრობა, ხო, მე იძულებული ვარ შვილო და მე ბრუნდები უკან. და თუ კი იმას ეცდებიან, რომ მე გამოვიდე და ძალდატანებით გამომიყვანენ გარეთ, ძალდატანებას თუ მოახდენენ ჩემზე, მე ვიცი ჩემ თავს რასაც ვსამ. და მაგენზე იყოს ადამიანის სიცოცხლე დამოკიდებული. შეუძლებელია შვილო. ნამდვილად შეუძლებელი 10,000 დოლარად შვილო. აი წავიდეთ რომელ სოფელშიდაც კიდე ჭიშურა არის, ქუთაისთან რომ გამოდიხარ სოფელი. ქუთაისთან ახლოს არის და ისე ვიკითხე უბრალოდ მიწა რომ ვიყიდო რა 15,000 დოლარი. მხოლოდ მიწა შვილო. პატარა ის მივაშენე და 5,000 ლარი დამიჯდა. შეგახედებთ რაც გავაკეთე 5,000 ლარი. და მე 30,000 ლარად სად წავიდე? 112 ოჯახია. მე მილიონზეა ლაპარაკი, ორი სოფელი არის დაქცეული, დაღუპული. კი ბატონო. მილიონი უდევს სახში.
ამ ხელა თანამდებობისგან. ხათა შენ იღებ 30000 ლარს. არაფერს არ ვიღებ. რო ავიღო, ესენი ქირას აღარ გადამიხდიან და ავალ და დავჯდები მთავრობის შენობასთან და ვიქნები იქ, სახლი მიაღარ მაქვს, კარი მიაღარ მაქვს. ეგენი ვერაფერს ვერ მთავაზობენ და ვიქნები იქ. რა ვქნა? ამ ფულით ვერაფერს ვერ ვიყიდით და უნდა დავხარჯოთ ისევე ქირაში. რა გავაკეთო იმით რო ავიღო? საცინად გვიგდებენ, ასე გამოდის. ეს არის სასაცილო თანხა. $10,000 აი ერთ ბოსებს ვერ ააშენებ ადამიანი რა. 30000 ლარი რომ 2012 წელში შეიმუშავენ ეს კანონი და დაწესდა რომ 30000 ლარი ესეთი მას. იმ 2013 წელში ის 30000 ლარი შვილო შეიძლება კი არა, ნუ რაღაცა ის ქონდა იმას, ძალა ქონდა მაშინ იმ 30000 ლარს და დღეს 30000 ლარი. მის შემდეგ რამდენჯერ შეიცვალა ხელფასები? რატომ გაიზარდნენ ხელფასები? თუ კი ეს კანონი ასე უნდა დარჩეს 30-ად, ეს არ უნდა შეიცვალოს. ესე იგი რაღაცა მოხდა ისეთი, რომ ის 30000 ლარი არაფერს აღარ წარმოადგენს, ამიტომ იცვლებს ხელფასები, ხო? იმატებ იმისთვის. და ეს კანონის შეცვლა არ შეიძლება ამის, რომ ეს შეიცვალოს 13 წლის მანძილზე, რომ ეს ლარი არაფერს რომ აღარ წარმოადგენს დღესდღეობით. $10,000 ეხა გავიდეთ სადაც გინდა ჩავძდეთ მანქანაში ყველაზე აი ბოლოს სოფელში შევიდეთ თუ 30000 ლარად რაიმეს ვიყიდით თუ კი ის იქნება რომ აი სოფელი თითქმის ყველა თანახმავართ ამაზე რომ აგვიშენონ ნუ საერთო ბინა იქნება აი დასადგმელი კოტეჯები რაც იქნება გაგვიკეთონ ეს და დაგვასახლონ ერთად ყველა თანახმავართ ამაზე. მე არ ვითხოვ სასახლეს, ორსართულიან სახლს. მე ვითხოვ 3 ოთახი, თავის სამზარეულო, ბანატვა. ხილი მოყვავდა, ოტონამდე ხილი მოყვავდა, სიმინდი მოყვავდა, ბევრი მისაქონლისაკობადაც ვიყენებდით ჩალას, საჭმელი, ლობიო, რა ვიცი, როგორ გითხრათ, კარტოფილი, ხახვი, ყველაფერი მოყვავდა ჩვენ. 17 სული საქონელი გავყიდეთ ერთ დღეს ლარის ფასად. საერთოდ ვერაფერი ვერ ავიღეთ იმაში. 5 მეწველი ძროხა მყავდა, ხა მეტირება კიდე რო ვამბობ. იმით ვირჩენდით თავს. დავრჩით ისე, სულ არაფერი აღარ დავრჩა. პატრულით მოვალთ და გაგიყვანთო და მე თუ გამიყვანდენ პატრულით საქონელი სად უნდა მეტოვებია. იძულებულები გავხდით რომ გავყიდეთ. ღორები ყავდა, ღორებიც გავყიდეთ. კურდღლები, ყველაფერი რაც კი გქონდა, სულ ყველაფერი მოვიშორეთ უცებ. წყარო იყო აქ და ბასეინები გქონდა, კალმახები ყავდა, შეიძლება თავის კალმახებიან, თავის თევზებიან და წაიღო ქვევით. სახლს უყურებთ როგორ მდგომარეობაშიც არის. ორსართულიანი დიდი სახლი იყო. თავის ქვევით ჭურმარანი ქონდა, ყველაფერი წაიღო, განადგურდა ყველაფერი. ვაფეთქე, ხო? იქედან ამოდიოდა და ფანჯრებს იქ აზარზარებ და 2 კილომეტრია, 2 კილომეტრზე მეტი. მაო, ის სადაც აფეთქებდნენ და აი აზარზარებ და ფანჯრებს. ახლა რატო ამბობთ ამას? მაშინ რატო არ მაშინ, მაო, აკეთება. სახელმწიფო საქმე ეკეთება და აი ეს და ვის ეგონა ეგრე რომ რამე დაშავდებოდა იმით 2 კილომეტრის მოშორებით დაემართებოდა რამე იმას ან სოფელს, ან სახლებს, ვინმესაც ვის ეგონა. რო დაიწყო ეს აფეთქებები ახლა მაშინ ვერ ვგებულობდით მაშინ უნდა გვეთქვა მაგრამ ვერ ვგებულობდით ჩვენ ეს თუ რამეს გვიზავდა ზიანს მოგვიტანდა რამეს ხმაც გვესმოდა კი ბატონო ხმაც გვესმოდა და ვიბრაციაც ქონდა მიწაზე ჯერ თავიდან გვეგონა მიწის რო ესე პატარა რყევები ქონდა ახლა ძალიან დიდი და ასე კატასტროფული რაღაცა რო ყოფილიყო კი ამოვიღებთ ხმას მაგრამ აი აფეთქება რო იყო რამოდენიმე ხნის მერე მიწა ვიბრაცია ქონდა ჭურჭელი ფანჯრები იმაშებოდა, რა ქვია, წყარუნობდა ფანჯრები და იმით მივხვდით. რამოდენიმე აფეთქება იყო, ახლა მათ აფეთქებდნენ ერთ იმაზე პერიოდში, ალბათ 1 თვის მანძილზე, ახლა ზუსტად არ მახსოვს, ან 2 თვის მანძილზე. მერე რამოდენიმე ხნის მერე ეს აფეთქებები რო დამთავრდა,
მე ეს რაღაცა უკაკუნებდნენ, ვითომ მე გავიგეთ, რომ ფერს ჭრიდნენ და რაღაცა კოდალა თუ რაღაცით მუშაობდნენ. მაშინაც ვერ გავიგეთ, ჩვენ გვეგონა, რომ ეს ასე უნდა ყოფილიყო. არავინ არ მოსულა ჩვენთან, არც მთავრობიდან, არც რკინიგზიდან, რომ შეიძლებოდა ჩვენ რაღაცა მოგვსლოდა ამ აფეთქებებით. ჩვენ ვერ გავიგეთ თუ რამე ზიანი, თუ გაგვიმეტებდნენ ამდენად, თუ გაგვწირავდნენ, ეს არ ვიცოდით, არ გვეგონა. მე ეს გვირაბების აშენება რომ დამთავრდა. მე დაიწყეს ხიდების გაკეთება ლაშეში. და აი იქედან ამოდიოდა თუ ამოდიოდა მე. რაღაცას ეგ გეგონება ჩაქუჩს უტყავდნენ, ისეთი ის იყო და მიწაც აი როგორც აფეთქებების დროს ისეთი ვიბრაცია ქონდა მიწასაც მაშინ. ხიდებს როცა აკეთებდნენ. ჯერ დასკვნა დაიდოშვილო რომ თოვლმა უხმა თოვლმა ქნა ეს სკოლაში რომ დავდიოდით ჩემი ბავშვობის პერიოდში ჩვენი მშობლები გამოგვიძღებოდნენ გვირაბებს აკეთებდნენ თოვლის გვირაბებს და მოუყვებოდით უკან ბავშვები ჩვენ ასე ჩამწკრივებული ეს ამდენი ბავშვი და მშობლები ჩაგვიყვანდნენ ლაშეში ამხელა თოვლში ისე იმ თოვლს არაფერი არ უქნია სოფლისთვის ჩემი მამის ბებია 115 წლის გარდაიცვალა 115 წლის შემდეგ ბებია ბაბუა შემდეგ დედა და მამა მე 71 წლის ვარ არასოდეს არ უთქვათ ჩემებს რომ ამ სოფელში ერთი ქვა გადმოგორდა აი მოხდა 2016-ში თუ რაღაცაში რომ შევიდა ეს ჩვენი სოფელი ესეთ წითელ ზონაში ეს ჩვენ უნდა გვცოდნოდა თუ არ უნდა გვცოდნოდა იქნებ მე ვწდები და არ უნდა გვცოდნოდა ნობით ამბობენ რომ წყალია მოვიდაო და წყალიანი ხო აი კარგი ბატონო პირველად სადაც გზარი გასდა საფლაოზე და ამევიდა ნადუხნებზე წყალი ხემაღალში შუაში რომ კი წყალი სადაც არ არის ჩვენ აქ მოსახლეები ერთმანეთს უწყობდით ხელს რომ დასალევი წყალი არ გამოგვლეოდა წყაროში არ იყო წყალი მასეთი რაოდენობით რომ სოფელი დანგრეულიყო არ არის ნამდვილად უბრალოდ ბუნებრივი მოვლენა იმიტომ რომ ეს შეიძლება გამოეწვია ძალიან დიდ მიწისძვრას რომელიც აქ არ ყოფილა ეს არის ადამიანის ჩარევის ბუნებაზე ადამიანის ჩარევის შედეგად გამოწვეული კერძოდ ახლა როცა რკინიგზის მოდერნიზაცია კეთდებოდა და იქ კეთდებოდა ხიდები და მოჭრესი მთისძირები და ეს იქიდან ვიბრაციის ხმა ისმოდა აქ აი მინები ცვიოდა ხანდახან ფანჯრებიდან ხის ფანჯრებიდან მინები ცვიოდა ესეთი ვიბრაცია იყო და ისმოდა აფეთქებების ხმა იქ გვირაბი გაიყვანეს ხანდებში მეორე გვირაბი და ეს გვირაბი გაიყვანეს აფეთქებით და მე ვფიქრობ რომ აი სწორედ ამან გამოიწვია ეს ყველაფერი ფერდობს მიჭრი და აფეთქებებს მიწყობ ამ სოფელში? რა იცი, რომ ასე მოხდა? რა ვიცით? აფეთქებები რომ აფეთქებების ხმა შვილო აქ არის მოდა. მინები კარგად სანზარებდნენ. მინები სახზე. ესე იგი ჩვეულებრივად გესმოდა აფეთქების ხმა. ანუ ამ დასკვნის გეჯერათ თუ არ? არ მჯერა შვილო, როგორ მჯერავს რომ ეს სოფელი უხმა, თოვლმა დაანგრია და ეს როგორი დასაჯერებელი? მე არ მჯერა შვილო ეს. სახს გვერდით ეზო ჰქონდა კიდე? კი, როგორ არა, კი. ვენახები. თუ ციცაბო. ეს ადგილი სწორი იყო, სულ. აქ სახლი იდგა, სად არის რაღაც სახლი? აქ ხის სახლი იყო, ჩაიტანა ქვემოთ. კლიანად წაიღო. მაგათმა ახლა ცხოვრება უნდა დავიწყოთ თავიდან, მაგრამ სად უნდა დავიწყოთ ცხოვრება ისევე სიდან უნდა დავიწყოთ. იქით მომავალი არ გვაქვს. გროვშრომობდით, სწავლობდით და მომავალი გქონდა. იქით რაღაც იმედი გვაქვს. ახლა აღარ გვაქვს აღარაფრის იმედი. დამენგრევა თავზე და ნატრულობ რომ ღმერთო მაგ დღე მოვიდოდეს რომ აი ისე ვერ მიყავ თავზე ალბათ რაღაცას მოუხერხებ მერე ჩემ თავს
მაშასე რამდენად სამართლიანია კომპენსაცია, რომელსაც სახელმწიფო უხდის მოქალაქეებს მათი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში. მოქალაქეებს, რომლებიც მთელი ცხოვრება იხდიან გადასახადებს და არჩენენ მთავრობას. მოქალაქეებს, რომლებმაც ყველაფერი დაკარგეს და ამის ასანაზღაურებლად დეპუტატის 2 თვის ხელფასს თავაზობენ. ჩვენი სტუმრები არიან ირაკლი ხუციშვილი, მარიამ გუმბერიძე, მარადი გელაშვილი. დღეს მათთან დიალოგს გელა მთივლიშვილთან ერთად წარმართავთ. გელა თავად ჩამოვიდა ღვერკიდან გუშინ წინ უბრალოდ და მასთან ერთად დამუშავდა მთლიანად ეს მასალა. ირაკლი, დავიწყოთ თქვენგან, მე მაინც დადგენილების ერთ ჩანაწერზე მინდა ყურადღება ყველაზე მეტად გავამახვილო, სადაც ისინი პირდაპირ წერენ, რომ ეს დადგენილება ეხება დაზარალებულ ზოგიერთ ოჯახს. ასე წერია პირდაპირ დადგენილებაში. რა იგულისხმება ამ ჩანაწერში ზოგიერთი ოჯახი? გამარჯობათ, მოგესალმებით პირველ რიგში და მადლობა მოწვევისთვის. ამ ჩანაწერში ჩემი აზრით იგულისხმება გეოლოგიურ ექსპერტიზაში მოცემული იყო ფერების მიხედვით ზონები. იყო წითელი ზონა, ნარინჯისფერი და ყვითელი ზონა. ეს ზოგიერთი დაზიანების და მიხედვით. კი, დაზიანების და მიხედვით. ანუ წითელი ყველა ვარიანტში გასასახლებელი ოჯახები იყო, ნარინჯისფერი იყო, ნარინჯისფერიც რეკომენდაცია იყო მიცემული, რომ ესენიც უნდა კი ბატონო გასახლებულიყვენ და იყო ყვითელი, რომელთა სახლებიც იდგა, მაგრამ ჯერჯერობით არ იყო დაზიანებული და ასე შემდეგ. მაგრამ რისკის ქვეშ მაინც იყო. მე ვფიქრობ, რომ ამ ყვითლად მონიშნულ ოჯახებზე იყო ეს. თუმცა აქვე მინდა მაგრამ აი ეს ზოგი ვერ გაიგებ, ან ზოგ ვიზე იძახიან. ახლა აქეთ იყო მოცემული, ხო უნდა ყოფილიყო ჩაწერილი შიგნით ვიზე არის ეს კონკრეტულად. საუბარი რამდენი ოჯახი ცხოვრობს? 112 ოჯახია. დიახ, 112 არის უკვე დაზარალებული, დაზიანებული და კიდე ემატება უკვე ეს იზრდება ეს მეწყერი რა, ვიღაცები ძახიან, რომ აი, გაჩერდა, მაგრამ რო ჩავდივართ და ვნახულობთ, უარესი მდგომარეობა არის. აუცილებლად მინდა მარადი კითხოთ ესეთი რამ. აი ახლა ითქვა წითელი ზონა, ვთქვათ, ნარინჯისფერი ზონა და ყვითელი ზონა. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ყვითელი ზონა ჯერ თვითონ სახლის, ვთქვათ, დაზიანებას არ გულისხმობს, რამდენად შესაძლებელია ცხოვრება ადამიანისთვის, თუნდაც ნაკლებად დაზიანებულ სახლში, მაგრამ ძალიან დაზიანებულ გარემოში. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მაყურებლებს. იცით რა შეა საქმე? არ ვიცი რა პრინციპით განსაზღვრეს. აქ პირველი დღიდან, როდესაც ეს ნაპრალი გაჩნდა, როდესაც ჩვენ შევამჩნიეთ, ამ ნაპრალმა რაღაცა რკალი მოარტყა, მთლიან ორ სოფელს გაიარა. იმის იქით რაღაცა მეტრაჟობა აიღეს, რაღაცა დაახლოებით ის სახლები, რომლებიც აღარ იყო დაზიანებული, ის ნარინჯისფერ ზოლში გაუშვეს და იმის იქით ყვითელ ზოლში. ნარინჯისფერი ზოლი, რომელიც ეხლა არის, დარჩენილი და რომელზეც ჩვენ დავდივართ და ვნახულობთ, უკვე წასულია ბზარები, თან ისეთი ბზარები, რომ საძირკველი გაახეთქა სახლზე. უკვე ამორტიზირებულია სახლი და ეგრე დაიწყო იმ წითელ ზონაშიც თავიდან. ზედაპირზე, მიწის ზედაპირზე ეს ყველაფერი არ ჩანდა, მაგრამ დაიწყო სახლებზე რაღაც ეგ პანჯარასთან გასკდა, იქ სადღაც კარებთან გაიბზარა რაღაცა და ეგრე დაიწყო. ეგრეა ახლაც ნარინჯისფერ ზონაში და ყვითელ ზონაში მე როგორც მახსოვს, რეკომენდაცია გაცემული, რომ დააკვირდნენ ამ ყვითელ ზონაში რა ხდება და როგორ მოხდება. მაგრამ ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ შეიძლება უცებარ განვითარდეს მოვლენები და ვერავინ ვერ იწვის დედამიწის ზურგზე, რომ როგორ განვითარდება მოვლენები. ისევ ნელა გააგრძელებს ეს ყველაფერი თუ ერთიანად ჩამოიშლება, ვერავინ ვერ იწვის მაგას. ან როდესაც გზაა ამ მდგომარეობაშია, რომელსაც მაყურებელი ახლა უყურებს, ან მდგომარეობაშია თვითონ ლანდშაფტი, გარემო. როგორ შეიძლება გაზიც არ არის გაყვანილი რამდენად? გაზი არც იყო, ხო, გაზი არ ყოფილა თავის დროს. გაზი ყოველში გზა არ არსებობს. გზები ჩამოიშალა, ჩამოინგრა და იქიდან შემოვლითი გზები გაუკეთეს სხვა სოფლებიდან, გააკეთეს ერთი გზა, ნუ იქაც გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის მომთანითარი შესაძლებელი. მარიამ, რამდენად სამართლიანად მიგაჩნიათ 30,000 და 50,000 ეს რეინჯი ასე ვთქვათ, ამ ანაზღაურების და რას გულისხმობს ის? ნამდვილად არ არის სამართლიანი, რადგან 30,000-ად და 50,000-ად თუნდაც 60,000-იც რო შემოეთავაზებინათ, ვერაფერს ვერ იყიდით დღესდღეობით. ამ დადგენილებაში ბოლოს რაც მოვიდა და მოხელი იყო მოწერილი კობახიძის მხრიდან, თუნდაც აი ჩვენზე უკეთ იციან, რომ 50,000-ად აი ამ დადგენილებაზეა საუბარი. 50,000-ად ვერაფერს ვერ იყიდიან. მე პირადად ჩემ ოჯახს 50,000 ლარი საფასური მხოლოდ ვენახი გქონდა და ყურძენი მოვყავდა და ისეთი ძლიერი ოჯახი იყო 50,000-ით ნამდვილად
სანამ შემოვიდოდით სტუდიაში, სხვათა შორის ვლაპარაკობდით, მეც ვიხსენებდი ჩემს ბავშვობას, როდესაც აფხაზეთიდან, სადაც ჩვენ სახლი დავკარგეთ და აღარ გვაქვს და სახლის გარდა იქ იყო მიწა ძალიან დიდი, სადაც ვენახიც იდგა, თხილიც იდგა, ხეხილი ათასნაირი სიმინდი, რავი, ძალიან ბევრი რამ. ეს ფაქტიურად უზრუნველყოფდა ქალაქში შემდეგ ჩვენს ცხოვრებას. აი ეს მაინტერესებს 30000 და 50000 ქალაქში და 30 და 50000 სოფელში ეს ხომ არ არის თანაფარდი თქვათ ხარჯი, ანუ თქვენ გჭირდებათ გარდა საცხოვრებელი ფართისა, ასევე კარმიდამო, სარჩოსაბადებელი, იქ ვთქვათ ძროხამოსავლელი, ქათმები, რავი, ძალიან ბევრი რამ არის, რაც სოფელში რის საჭიროებასაც ადამიანი განიცდის სოფელში. აი თუ ყოფილა ამაზე ლაპარაკი იმ ადამიანებთან. ამაზე საერთოდ არავინ არ საუბრობს. იცით პირველივე დღიდან, ბოდიში, თქვენ შეგიძლიათ. ხო, პირველივე დღიდან მაგას თხოვდით ჩვენ, რომ ისე მიდგომოდნენ საკითხს, რომ ჯერ არავინ არ ვიცოდით, ხო, თოვლის გამო იყო თუ რკინიგზის გამო იყო. რომ დაეწყოთ ტერიტორიის დაცლა, გაიყვანათ ხალხი, აღერიცხათ ყველაფერი, სახლებიც და ასე შემდეგ და ნაკვეთებიც. ამაზე საერთოდ არ ყოფილა ლაპარაკი. პირველივე დღიდან, სხვათა შორის მანამდე არ მოსულა ადგილობრივი ხელისუფლება, სანამ ჩვენიდან კადრები არ გამოვიდა, პირველად ჟურნალისტებმა არ გამოიტანეს, ეს იყო 27 ივნისი, თითქმის ერთი თვის მერე, როდესაც ნაპრალები დავინახეთ. და პირველივე დღიდან იყო ესეთი message box-ი, რომ ჯერ კვლევაც არ იყო დაწყებული, ისიც არ ვიცოდით ვინ ჩაატარებდა ამ კვლევას, რომ აქ თოვლმა დააზიანა. ეს არავის არ ეცოდინებოდა დედამიწის ზურგზე. ხო, იქვე მივხვდით, რომ დაახლოებით რასთან შეიძლება ქონოდა საქმე და საით შეიძლება წასულიყო. ეს ყველაფერი არის იმაზე, რომ ვიდრე საერთოდ სპეციალისტი, მე როგორც ვიცი, პირველად ხემაღალსა და ღვერკში მოვიდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სპეციალისტები ქუთაისიდან, ხო მასია? ზედაპირულად სახლები დაათვალიერეს. კი, ვიზუალური დათვალიერებით შეაფასეს, ასე ვთქვათ, პირველი დათვალიერება, რაც მოიცავ და დოკუმენტის მიხედვით, მაგრამ ვიდრე ეგენი მოვიდოდნენ, მანამდე ითქვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომ მიზეზი იყო თოვლი, რამაც ეს სოფელები ასეთ დღეში ჩააგდო. და ის პირველი ჯგუფი გეოლოგების, რომლებიც თავიდანვე დაიწყეს ამ ატარება და ხო, კი, არა და ჩვენ სინამდვილეში ვიცოდით, რასთანაც ჰქონდა საქმე, უკვე ვიცოდით, იმიტომ რომ 2019-ში ეს პირველად რო ააფეთქეს ჩვენ სოფელთან ახლოს და მთისფერდი ჩამოჭრეს და წონასწორობა დაარღვეს, იმის მერე დაიწყო ჩვენი სოფლის ტერიტორიაზე მცირე დაზიანებები და მე უფრო იმატა, ტემპმაც იმატა იმის. თუმცა აქვე მინდა აუცილებლად დავსვა ესეთი შეკითხვა ირაკლი, იქ სხვათა შორის იმ შეკრებაზე, რომელიც გაიმართა შემდეგ მთავრობის წარმომადგენლებთან, ამას ცოტა მოგვიანებით ნახავს ჩვენი მაყურებელი და დოკუმენტირებულად თავიდან ბოლომდე იყო ლაპარაკი, რომ აი მაშინ რატომ არ მოგმართეთ, ანუ ეს კითხვა იქ იყო დასმული. აი როდის გააქტიურდა მოსახლეობა და როდის გამოჩნდა პირველი, თქვა შედეგები იმ აფეთქების იქნებოდა ეს თუ აი იმ მოქმედებების ივნისის მაისის ბოლო, ივნისის დასაწყისისკენ დაიწყო ეს ყველაფერი. როგორც კი ეს ბზარები დაინახა ხალხმა, ძალიან ჩქარაგან ვითარდა და ამის მერე დავიწყეთ უკვე კითხვა რა ხდება, აი რატოა ამ ხელაბზარი, მოდით შეხედეთ და ასე შემდეგ. ხო და როგორც აღმოჩნდა, მოვიდნენ და სურათის გადაღებით და ესე რაღაც დრონის გადატარებით მივხვდნენ, რომ ეს თურმე აი ესე რო დახედეს სურათს, რომ ეს ბზარია, ეს არ არის რაიმე ხელოვნური ჩარევით. ეს არის ბუნებრივ მოვლენას დააბრალეს პირდაპირ და ამ დროსვე უკვე გაგვიჩნდა პრეტენზია და კითხვები გაგვიჩნდა და დასაბუთებული პასუხები გვჭირდებოდა, რაც დღემდე ვერ მივიღეთ. დიახ. თქვენ თუ გულისხმობთ სუსუ პირველად 2019-ში რატო არ ამოვიკეთო ხმა 2019-ში სოფლის ტერიტორიაზე არ მოხდა, სადაც აფეთქებები მოხდა. აფეთქებების დროს კილომეტრ ნახევარში ხდება ეს ყველაფერი აფეთქების ზონიდან. 500 მეტრში უკვე ხემაღალი იწყება და 5 მეტრში პირველივე აფეთქება და მთა რო ჩამოჭრეს, პირველად 2019-ში 20-ში დაუზიანდა მოსახლეს სახლი. 3 წელი ქონდა დავა. და საბოლოოდ ისე გაჩნდა ის მოსახლე, რომ საერთოდ ხმას არ იღებს, მაგრამ ტექნიკა შევიდა იქ, რკინიგზამ და ჩინელებმა შეიყვანეს ტექნიკა, სწორი ეზო იყო, ამის ფოტომასალა არსებობს კიდევაც, სწორი ეზო ქონდა, ქვები ჩაყარეს, გამოიღეს, ქვები ჩაყარეს, ლოდები ჩაყარეს და ზევიდან მიწა გადაატარეს. თორე პირველივე ბზარები იმავე ეზოში, იქვე ეზოში გამოჩნდა 10-15 მეტრში. მოკლედ მაყურებელს რომ ინფორმაცია მივაწოდოთ, მოკლედ საუბარი არის ხარაგაულის ორ სოფელზე, ხო? ღვერკსა და ხემაღალზე. ხემაღალზე რომელიც არის ლაშის თემი და იწყება ლაშიდან. ხემაღალი და ღვერკი არც პირველია და სამწუხაროდ დიდი ალბათობით არც უკანასკნელი ჩვენ მერე მოვისმენთ სეისმოლოგებისა და გეოფიზიკოსების ალტერნატიულ შეფასებას, რომლებიც ჩვენი თხოვნით ადგილზე იყვნენ და გაეცნენ ამ სიტუაციას, შემდგომ დასკვნა წაიკითხეს, შეისწავლეს და ამის შემდგომ გააკეთეს მხოლოდ შეფასებები, ხო? მაგრამ ღვერკამდე და ხარაგაულამდე
იყო ეს სოფლები არის რკინიგზის პირას და ეს რკინიგზა გახლავთ თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალი. ვერკამდე და ხემაღალამდე დაზიანდა ხარაგაულის სხვა სოფლები, მაგალითად მე სადაც ვიყავი პირადად რამდენიმე კვირის წინ და დავათვალიერეთ, ეს იყო ზვარე და ეს არის ასევე ბეჟათუბანი და იქ კიდევ რამდენიმე სოფელია, სადაც ასეთივე სახის დაზიანებებია. მასშტაბი ბევრად მცირეა, საბედნიეროდ და ასე არ ჩაქცეულა ყველაფერი, მაგრამ იქაც დაზიანდა სახლები, იქაც დაინგრა სახლი, გვირაბის გაჭრამ, სანაყაროს არასწორად გაკეთებამ, იქაც ზიანი მიაყენა საცხოვრებელ გარემოს და ეს ზიანი დღემდე არის განგრძობადი, ასე ვთქვათ. ანუ ამით არ დამთავრებულა სამწუხაროდ ის, რაც ასევე სპეციალისტებისგან ვიცით. და მე მოვიდა ეს ხემაღალი და ღვერკი, ხო? უკვე გასული წელი 1 წელიც არაა ჯერ, რაც ეს პროცესია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სხვაგან არ იქნება, იმიტომ რომ ეს გვირაბები, ეს მთის ფერდები, ჩვენ რაც ვნახეთ ზვარისკენ, სოფელ ზვარისკენ და ბეჟათუბნისკენ ხემაღალი, ბევრად ხემაღალში რა ფერდიც აქვს ჩამოჭრილი პირდაპირ ლამის ხემაღალის ძირში, ხო? რკინიგზის გვერდით ბევრად პატარაა, 15 შეიძლება 20-25 მეტრი იყოს. ვიდრე სხვა სოფლებში ბევრად მაღალი ფერდები აქვს, ბევრად ციცაბო ფერდები აქვს ჩამოჭრილი და ზიანი და საფრთხე შეიძლება იქ იყოს უფრო მეტი. ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს და მივყვებით ბოლომდე ამ მოვლენებს, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და რა მინდოდა და იცით მინო, ბოდიში მე თქვა, რატომ დავიწყე ამაზე საუბარი, გამომრჩა. ანუ 2017 წელს, ანუ ეს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, კიდევ ერთხელ წუხარ რომ ჩაგიჭერთ, უბრალოდ დავასრულებ ამ ნაწილს. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი დაიწყო ხემაღალთან და ღვერკთან ამ ზონაში 2019 წელს, ხო, სამუშაოები. და 2017 წელს ჩვენ ადრე, როდესაც ხარაგაულის ამ სოფლებზე პირველი გადაცემა მოამზადეთ, მაშინ გვქონდა სიუჟეტიც, თქვენც თქვით, ჩვენც აღნიშნეთ, რომ 2 წლით ადრე, ვიდრე რკინიგზის მოდერნიზების სამუშაოები დაიწყებოდა ხემაღალის და ღვერკის მიმდებარე ტერიტორიაზე სიახლოვეს, 2 წლით ადრე გარემოს ეროვნულ სააგენტოს სპეციალურ დოკუმენტში, სადაც ერთად არის თავმოყრილი საქართველოს მასშტაბით ისეთი დასახლებული პუნქტები, რომლებსაც სხვადასხვა მოვლენების, ბუნებრივი მოვლენების გამო საფრთხე ემუქრება, მეწყრის, ღვარცოფის და ასე შემდეგ. ღვერკი და ხემაღალი და ეს ტერიტორია უკვე იყო გეოლოგიურად დაძაბულ უბნად. თავიდან იყო იასამნისფერ ფრად მონიშნული ფერად და შემდგომ იყო უკვე გაწითლებული. და ეს ახლა იმ დასკვნაში, რომელზეც ჩვენ მერე ვისაუბრებთ, რაც არ უნდა ჩაწერონ, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებმა ცხადია ქართული ოცნების ხელისუფლების დავალებით, მე არ მაქვს ილუზია, ეჭვი და მოლოდინი, რომ ეს დასკვნა სპეციალისტებმა სულ თავისით დაწერეს და ისინი არ ყოფილან ზეგავლენის ქვეშ. არ მჯერა ამის, მეტიც დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას, ქართული ოცნების მთავრობას პასუხისმგებლობა რომ აერიდებინა და აეცილებინა საქართველოს რკინიგზისთვის, რომელიც ასევე სახელმწიფო კომპანიაა. დასკვნაში სწორად ვითომ ბუნებრივ მოვლენებს ორი მთავარი მიზეზი აქვს იქ მოყვანილი, რომ თითქოს 2025 წლის ზამთარში 24-25 წლის გასაყარზე იყო დიდი თოვლი და ბევრი წყალი დაგროვა და სოფლის გრუნტში. და მეორე იყო რომ რაღაც ბევრი, რა ვიცი, რამდენიმე 100 თუ 1000 წლის წინ ეს ისედაც ნამეწყრალი ტერიტორია ყოფილა, მაგრამ ამიტომაც უსვამ ხას იმას, რომ 2017 წელს უკვე გეოლოგიურად დაძაბული უბანი რო გაქვს სახელმწიფოს მიერ აღიარებული და 2019 წელს გვირაბის გაყვანას და ფერდის ჩამოჭრას აფეთქებითი სამუშაოებით და მძიმე ტექნიკით იწყებ. როგორ შეიძლება ამას სათანადო ყურადღება არ მიაქცირო და კვლევა არ ჩაატარო, რომ მაგის თავზე 112 ოჯახი თუ 120 ოჯახი რო ცხოვრობს, იმას ზიანი არ მიაყენო. ამას ამბობს ეს და თვითონ ჩვენ და სხვა პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ რამე ისეც არ გააკეთებენ და რომელმაც კვლევა ჩაატარა, მე მქონდა მათთან შეხვედრა და მოდით მეორე ნაწილისთვის შემოვინახოთ ეს ყველაფერი. ჯერ დაუბრუნდეთ მაინც თემას, კომპენსაციებს დაუბრუნდეთ, იმიტომ რომ აი მე დარწმუნებული ვარ, რომ ეხლა მაყურებელს ძალიან აინტერესებს კომპენსაცია 30000, 50000 დათანხმების შემთხვევაში. რა შეგიძლიათ ამ თანხით, რის უზრუნველყოფა შეგიძლიათ? ვერაფრის. საერთოდ ვერაფრის უზრუნველყოფა. 50000 საერთოდ ვერაფერს ვერ გააკეთებ. გეკუთვნით კი 50000 საერთოდ. 50000 ანუ იმიტომ განკარგულებაში 30 და 50-ია. იმიტომ რომ ნახე 50000 აძლევენ როგორც ვიცი იმას, ვისაც საერთოდ არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი და ვისაც გააჩნია თქვა შვილს ან ოჯახის წევრს კიდევ სხვა საცხოვრებელი, მას 30000. რა შუაშია? არანაირ შუაშია, იმიტომ რომ კი ბატონო გეთანხმებით ზოგმა კრედიტით იყიდა
ხო, თავისი შრომით ის ზოგი ემიგრაციაშია და ეს ეწვალობს და აყიდულობს. ნუ იცი რამ ხილა სახელები დგა? ვიცი, ნანახი კი, მე ძალიან უსამართლოა. ორსართულიანი სახლები, ორივე სართული ხალხს აქვს გამართული და ყველამ კარგად ვიცით, ვინც მოპარული ფულით არ ვაკეთებთ ხოლმე საცხოვრებელ სახლებს ან არ ვიძენთ და ან არ ვარემონტებთ, რომ რამდენი თაობას უწევს წვალება. ჩემი სოფლის პატარა სახლი მაგალითად მამაჩემის ახალგაზრდობის დროიდან არის დაწყებული და დღემდე დაუმთავრებელია ბოლომდე. ხო, წარმოგიდგენიათ რომ მინიმუმ 2 თაობა წვალობს და 30000 კაპიკებზე უნდათ გადაატარონ სასახლეების პატრონები. მოთხოვნა კომპენსაციას რაც შეეხება, ანუ პირველივე იყო ის, რომ მე რო არ გახდეს სალაპარაკო და ვინმე რო არ თქვას, რომ ეს სავაჭროთ უნდათ, ამით გამდიდრება უნდათ, ჩვენ ანუ პირველი შეხვედრიდანვე შევთავაზეთ, რომ არავის ლარიანი არ გვინდა. რომ ეს ამას რაღაცა ის არ მოყვეს რომ ამ ხალხს ამით ფული შოვნა არავის ისე და ჩვენი გაგჭირვებია და კი ბატონო არავის თეთრიანი არ გვინდა არავის თეთრიანი არ გვინდა ჩვენ გჭირდება სადმე ახლომახლო დაგვასახლით იმიტომ რომ ახლომახლო ტერიტორიაზე იმიტომ რომ ეს ერთი სოფელი ნათესავები ვართ ერთმანეთის ბავშვების ნათლიები და ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს საფლავები გვაქვს ბებია-ბაბუების და ვერ ვტოვებთ იმ ადგილს და ვთხოვით რომ სადმე ახლოს ჩაგვასახლეთ ერთად რის საშუალებაც იქნება სადმე არ გვინდა არც იმხელა სახლი არ გვინდა ორსართულიანი იყოს ერთსართულიანი ნუ ნაკვეთები დავკარგეთ და მართლა აი მაყulis მოსაკრეფი ბუჩქიც აღარ დაგვრჩა რა იქ ადგილზე რომ ანუ რამე მოიყვანო ან რამეს მიწუდე ანუ ვეღარ შეხვალ იმ ადგილებზე ვერც რომელიც ასევე შემოსავალი იყო თქვენ კი ბატონო რომელიც ასევე გამახსენდა მე მახსოვს როცა თამარჯვენიძე იყო წასული ჭიათურაში მსხლის ხე იყო შეფასებული ლარად და 20-ად ამასობაში კილო მსხალი რომ გახვიდეთ დღეს 12 ლარი. კიდე ჩვენ ვითხოვეთ რომ საოცრება მოხდარიყო ყველაფრის და ამ საკითხზეც გვესაუბრა მიწები აქვს ნაკვეთები აქვს მართლა მაგით ცხოვრობს ხალხი იქ ადგილზე ხო ხელფასები არ აქვს პენსია. ხო აი ამაზე თუ გქონიათ თქვენ ლაპარაკი კომუნიკაცია მაგრამ თავიდანვე როგორც დაიწყეს აი დასკვნაც არ იყო დადებული გეოლოგიური რომ აი ეკომიგრანტი ხარ არა ვარ ეკომიგრანტი და არც დღეს არ მჯერა რომ ეკომიგრანტი ვარ ჩვენ დაგვანგრია იმ რკინიგზის აფეთქებებმა როგორც მაშინ იყო 2017-ში ბიულეტენში ის გეოლოგიურად დაძაბულობანს კი არ უნდა შეეხო და აფეთქო პირიქით რაღაცა გამაგრებაზე უნდა იზრუნო და ასე შემდეგ და ამათმა პირდაპირ მიდგნენ და ამოაფეთქეს ეხლა გვირაბები გაიყვანეს ფერდი ჩამოჭრეს კოდალა ამუშავეს რასაც შეეძლო გამოეწვია ეს მეწყერი ყველაფერი გააკეთეს და ამის მერე გეოლოგიური დასკვნა არ არის დადებული და თავშივე გეუბნება რომ შენ ეკომიგრანტი ხარ სხვათა შორის ეკომიგრანტებზეც რომ მიდგეს საქმე ეკომიგრანტების შესახებ კანონიც 12 წლის წინანდელია და ანაზღაურების ეს თანხაც ის თანხა რომელიც არის ნახსენები ხო ესეც 12 წლის წინანდელია თუ კი ინფლაცია არსებობს და თვითონ ხელფასებს სამჯერ და ორჯერ იზდიან. თქვენ შემთხვევაში რატო არ გაიზარდა ეს თანხა? თუ ყოფილა ამაზე კომუნიკაცია, თუ გილაპარაკიათ ამაზე? ჩვენ ეკომიგრანტები მოდი დავიწყოთ იქიდან რომ არ ვართ. არ ვართ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი პირობა არის რომ ეს დავამტკიცოთ. ბიულეტენით განსაზღვრული ხო იყო ფერი, ხო ქონდა იმას ტერიტორიას, ხო არ უნდა შეხებოდნენ კვლევის გარეშე. ეს კვლევა არ არსებობს. ან არსებობს და დოკუმენტს არ აჩენენ. როდესაც კვლევას იწყებდნენ, როდესაც მეორე ჯგუფი შემოვიდა გეოლოგების და უნდა ჩაეტარებინათ აქ სამუშაოები და გამოიკვლიათ, ჩვენ მიზეზი ვითხოვით, დავადგინოთ მიზეზი. მიზეზი არ დადგენილა, უბრალოდ სახელი დაარქვეს კვლევას, კომპლექსური კვლევა, ну ისეთი სახელია, რომ თითქოს ყველაფერს მოიცავს. და საბოლოო ჯამში დაადგინეს ის, რომ რამდენიმე წერტილზე ჩახვიდეს, 25 მეტრი იყო ხელშეკრულებაში ჩაწერილი და საბოლოო დასკვნაში ჩადეს, რომ მოძრაობს 46 მეტრიანი ფენაო, იძახიან. დაბალი წერტილიდან მაღალ წერტილამდე ზღვის დონეში სხვაობა არის ნაპრალს გულისხმობ ნაპრალი ხო ადისევით მთაზე და მერე დაბლა ჩამოწა 180 მეტრია სხვაობა. იძახენ ეს რო ჩამოიშლება 80 მეტრიან იმას გააკეთებს ახალ მთას რომელიც ეხლა სადაც წყალია ჩასული იმ ადგილას ჩავა. ამ კომისიაში სანამ ეს ყველაფერი მიდიოდა ვითხოვეთ კომისიაში ჩვენი ადამიანის ჩვენის მიერ წარმოდგენილი ადამიანის ჩასმა ეს არ ჩაგვისვეს. წინასწარ დაიწყეს საუბარი. რატო არ გიპასუხეს ამაზე დადებითი? აი რატო არ ჩასვეს ადამიანი ადგილობრივი რატო არ დაიმატეს პასუხოთ არ ვიცი.
ვერ გეტყვით. იმედი მე ამ ჯგუფთან რომ მუშაობდა ადგილზე ნახულობდი იქანებს და ყველაფერს მაინტერესებდა. მართლა მაინტერესებდა მიზეზი და რომ ვკითხე მიზეზს ადგენთ, არა მიზეზს არ ვადგენთ. უნდა დავადგინოთ ეს ტერიტორია ვარგისია თუ არა საცხოვრებლად. ეს პირველმა ჯგუფმა უკვე დადო. ვიზუალური დათვალიერებით ეთყობოდა რომ შეხვიდოდი ტერიტორიაზე და ნახავდი. მიზეზის გარშემო უნდა დაადგინონ რომ ის შეკითხვაც დაუსვი რომ ჩვენ ყველა ვიცით სოფელში წინა გეოლოგების ჯგუფმა გაუსვეს ამას ხაზი რომ გამორიცხული არ რკინიგზის გავლენა არ მოეხდინა ამაზე და თქვენ გაქვთ იმის თავი რომ აქ მართლა რკინიგზის ბრალეულობა რომ დაინახოთ ჩაწეროთ შემომხედა და გაეცინა როგორ იზა მაგას. ეხლა შესაბამისად უკვე არ გჯეროდა რომ თან მით უმეტეს ეს კვლევა თვითონ მე მაგვითხრა იქ ადგილზე როდესაც შეკითხვები დავსვით რომ ჩდება სრული გამოკვლევა მიზეზის დადგენა 600,000 9 მილიონი ლარი. ჩვენ ეს თანხა არ გვაქვს, მაქსიმუმი გვაქვს 150,000. შემოიყვანეს ეს კომპანია, რომელმაც მსგავსი მასშტაბის სამუშაო პირველად ჩაატარა. რომელმაც დადო ორი მიზეზი და ესეთ გაურკვეველი უნდა დატოვა ერთი კონკრეტული მიზეზი. არ გამორიცხავს რკინიგზის ბრალეულობას, იმიტომ რომ ჩვენ იქ კაფეოდ თქვით რომ წავალთ სასამართლოს გზითაც წავალთ და დავამტკიცებ და ბოლოს ისიც გითხრეს რომ კი ბიჭებო თქვენ უნდა იბრძოლოთ თქვენი სიმართლისთვის, მაგრამ რომ მართლები ხართ. დასკვნა დაიდო ესეთი და თავის გადასარჩენად ჩაწერეს ის რომ შეიძლება რკინიგზის ბრალის ყოფილიყო, მაგრამ მოხდა 6 წლის წინ ჩვენ ეს არ გამოგვიკვლევია, ხელშეკრულებაში არ იყო ჩადებული და შესაბამისად არ ვიცი. არა, ჩვენ ვერ გამოვიკვლევთ. ხო, ვერ გამოვიკვლევთ. ალტერნატიულ კვლევაზეც იყო საუბარი, მარია. რომ ჩაატარეთ, ხო, მანამდე კომპენსაციებს ვერ მიიღებთ. აი ამაზე თქვენ გააკეთეთო, ხო? ხო, თქვენ გააკეთეთ. ხო, მაგრამ ეს იმდენად 600,000 როგორ გავაკეთებდით? აი ეგეთი ცოტა დინა რომ ვერ გავაკეთებდით და ამიტომ თვითონ დადასტურდა. საქმეზე რომ მივიდე შეიძლება 600,000 თუ სოფთითოს აბლოსო 600,000-ია, რა ვიცი, რაღაც გვინდა მაშინ ვინმეს დახმარება. იმდენად ძვირია, რომ ვიცი რომ ძვირია, მაგრამ მან თან კომპლექსური პრობლემაა, რომ მოსახლეობას მხოლოდ ჯერ ძალიან რთულია, დაახლოებით 9 მილიონი მაინც ჩდება, ასეთი კომპლექსური კვლევა, რაც დაადგენს მიზეზებს. სხვადასხვა სახის კვლევის ერთობლიობა ტარდება, რომელიც რეალურად რაღაც მიზეზებს დაადგენს, თუმცა მე ჩვენთან აი როდესაც მომდევნო ვიდეო რეპორტაჟი იქნება, იქ საუბრობენ სეისმოლოგი და გეოფიზიკოსი, რომ ვინაიდან აფეთქებების დროს არ განხორციელებულა დიდი ალბათობით მონიტორინგი, არ ჩატარებულა დაკვირვება, რომ აფეთქების პერიოდში როგორ რა ცვლილებები ხდებოდა აი ამ ორ სოფელში, ახლა შეიძლება კვლევამ ზუსტი მიზეზიც კი ვეღარ დაადგინოს, იმდენად მნიშვნელოვანი სამუშაო არის არ ჩატარებული, ხო? მაგრამ მეორე ამბავია, რომ მარტო ფულის შოვნის ამბავი არ არის. ანუ ჩვენ რეალურად დღეს ისეთი მოცემულობა გვაქვს ქვეყანაში და მძიმე მდგომარეობა, რომ ადამიანებმა შეიძლება დამოუკიდებელი კვალიფიციური ექსპერტი ვეღარ იპოვონ, ვინც გაბედავს და მაგალითად თუ ეს ნამდვილად არის რკინიგზის მიზეზებით განპირობებული ამ აფეთქებითი და ფერდების ჩამოჭრეთი სამუშაოები, მთების ჩამოჭრეთი სამუშაოებით, ეს დაწეროს პირდაპირ თუნდაც შესაბამისი დასაბუთებით. იმიტომ რომ ანუ ხომ საჯაროდ არის, ანუ აგერ პირველი გეოლოგიც კი არ იყო ჯერ მისული, რომელიც ფოტოსურათს გადაუღებდა, ან შეხედავდა თვალით იქ რა ხდებოდა და თავიდანვე დაიწყეს იმ აზრის გატარება, რომ თოვლით და რაღაცა მეწყრული მოვლენებით იყო ეს პროცესები გამოწვეული და განვითარებული და მაგას ვინ გაბედავს, ვინც ამას ბედავს ჯერ კიდევ, ან ქვეყნიდან გაქცევას აიძულებენ, ან რა ვიცი, დევნიან და ავიწროვებენ. გელა, ჩვენ ახლა მცირე საკამოჭრა გვაქვს და შემდეგ ვაგრძელებთ ამ თემაზე საუბარს ჩვენ სტუმრებთან ერთად. ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ხარაგაულის ორი სოფლის თემით, რომელიც ამ ზაფხულს პრაქტიკულად მიწასთან გასწორდა. ჩვენ ვიცით, რომ სტიქიის გამომწვევი მიზეზი სადავოა. ეკომიგრანტის სტატუსი ეკუთვნის მოსახლეობას იმ შემთხვევაში, თუ კი სტიქია ბუნებრივია. მაგრამ თუ ის გამოწვეული ადამიანის ჩარევით, ასეთ შემთხვევაში ადამიანები ეკომიგრანტები კი არა, დაზარალებულები არიან და მათ ისეთი კომპენსაცია ეკუთვნით, როგორ ქონებასაც ფლობდნენ ამ კატასტროფამდე. ჩვენ ასევე ვიცით, რომ მეწყერის გამომწვევი მიზეზად რკინიგზის მოდერნიზაციის სამუშაოებს ვარაუდობენ, გვირაბების აფეთქებას, მთაზე ფერდის ჩამოჭრას და სხვა. რკინიგზა სახელმწიფო კომპანიაა და სახელმწიფოს დაინტერესება ის თავისთავად ცხადია, აბსოლუტურად ნათელია, სრულიად ნათელია. ჩვენ გვაქვს გეოლოგიური დასკვნა, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა კომპანია გეოლოჯიქს დაუკვეთა. მოდი მოვისმინოთ, რას ამბობენ კვლევის ავტორები და სახელმწიფო მოხელეები ამის თაობაზე. შვიდ გარემოში ვიმშელოთ. ეს არ არის საკითხი, რომლის პოლიტიზირებაც უნდა მოხდეს.
ბუნებრივი ფაქტორებიდან შეიძლება გამოწვეული იყოს ეს მეწყერი ფერდობის მაღალი დახრილობით, ამ შრეების, რომელსაც აგებულია ეს ფერდობი დახრის კუთხით, იმ პეტროლოგიური თვისებებით, რომელიც ამ ფერდობზე არის, ანუ დაახლოებით 40 მეტრის სისქის თიხოვანი ფენა არის ზედაპირიდან სიღრმეში გავრცელებული. ჰიდროგეოლოგიური ფაქტორები, მაგალითად გრუნტის წყლების არსებობა ფერდობზე, ყველა ჭაბურღილში დაფიქსირდა გარდა ერთისა. ეს ფაქტორები გამორიცხავს კიდეც იმას, რომ ფერდობის ჩამოჭრამ წარმოქმნა მეწყერი. ჩამოჭრამ და მისი ესე ვთქვათ იმ ადგილზე რელიეფის ფორმის შეცვლამ. ანუ საყრდენი გამოეცალა ფერდობს და მეწყერი წარმოიქმნა, ეს ასე ვერ იქნებოდა. ეხლა რაც შეეხება ამ ჩამოჭრის დროს რა მეთოდებით ხდებოდა ამის ჩამოჭრა. თუ ექსკავაციები განხორციელებული არის მაგალითად ექსკავატორით ან ბულდოზერით მაგალითად ან სხვა რაიმე ესეთი ტექნიკით, რომელიც დარტყმებს არ მოითხოვს და ვიბრაციები ნაკლებად აქვს, ეს ვერ მოხდებოდა, ვერ იქნებოდა ზეგავლენის მიზეზი, ვერ მოახდინდა ზეგავლენას, მაგრამ თუ ხდებოდა ეს ფერდობი, ამ ფერდობის ექსკავაცია ისე, რომ მაგალითად სანგრევი ჩაქუჩებით ყოდალა მუშაობდა, მაგალითად აფეთქებები ხდებოდა და მოხდები მძლავრი იყო. აი ასეთ შემთხვევაში შესაძლებელი არის, რომ უარყოფითი ზეგავლენა ამ ზოგადად ამ ფერდობის მდგრადობაზე მოხდარიყო. შესაძლებელია ეს როგორც თეორიული დაშვების დონეზე იყოს დაყენებული, მაგრამ ამას დამატებით კიდე ჭირდება, არ ვიცი, ამას კვლევა ალბათ ვერ დაადგენს, ამას უფრო რაღაცა საგამოძიებო მოქმედებები ჭირდება, რომელიც აღადგენს იმ სურათს, მანამდე რა იყო, რა მოხდებით ხდებოდა აფეთქება ხდებოდა თუ არა და ასე შემდეგ. საუბარი აქვს თეორიულ დაშვებაზე და ბატონი მირზა თვითონ ბრძანებს ახლა. აი სრული პასუხისმგებლობით უნდა განაცხადო. აბსოლუტურად ეს არის გამოწვეული ბუნებრივი ფაქტორებით, მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი ფაქტორებით. რუალის მიღება გასულიო, ჩვენ ვერ გამოვიკლებ და ამას ჭირდება სხვა დამატებითი პრობლემები ან გამოწვევა. გასაგებია ეს პასუხი მისაღებია, მაგრამ მე გადაჭრით ვამბობ. კი ბატონო. სადაც ფერდობის ექსკავაცია მიმდინარეობდა, იმ მიმდებარედ არსებული სკოლა ან სახლები და ის დაზიანდა? დიახ. რამ სკოლას არ ეთყობა არაფერი დღევანდელს მეტვახასე. 2019-ში დაიწყო აფეთქებები, ჩვენთან ხემაღალში ასვლისას არის შარვაძეების სახლი, სადაც იყო ეს ძვრები ამ აფეთქებების შედეგად. ასევე არიან რომელ უბანშია შარვაძეების სახლი უკაცრავად? სკოლასთან. დაბრა წყაროს დაბლა? არა, სკოლას როგორც კი გაუყვებით იქვე სადღაც 1.50 მეტრში. 50 მეტრშია ის ფერდობი, ხო? კი ბატონო. ეხაც დაზიანებულია და ეთყობა. ასევე ყავს მოსახლეები, რომლების სახლის ფანჯრების ჩაიმსხვრა და ყავს მოსახლეები, რომლებიც ამ აფეთქებების შედეგად ზიანდებოდა სახლები, შემდეგ გადაუხადეს კომპენსაცია და გაიყვანეს, რომ მსგავსი პრობლემა აღმოფხვრილი ყოფილიყო. თავარი მეწყულის სხეულის ჩასახვა გააქტიურებასთან არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმ ფერდობის ექსკავაციას ჰქონდეს ადგილი. სადაც გასაგებია, მაგრამ კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს. მაშინ რომ აფეთქებები დაიწყო და დაიწყო რკინიგზის მოდერნიზაცია 2017-დან, მაგრამ გაგრძელდა ჩვენთან უკვე 2019-ში. ამ დროს მომხდარი აი ესეთი სიმძლავრის აფეთქებები, რომ მოსახლეობის შუშები იმსხვრეოდა და ხმა ისმოდა ღვერდშიც და ხემაღალში, ასევე სანზარებდა სახლები, ანუ ვიბრაციები ქონდა, რამდენად დასაშვებია, რომ ამას პროვოცირება მოეხდინა ისედაც მეწყრული პროცესისთვის, რასაც თქვენი ძახით, რომ ადრე იყო ეს ძალიან ძველი მეწყრული სხეულებიაო და საყვედურად არ მიიღოთ ის კითხვის სახით მინდა, როდესაც შუშები დაიმსხვრა, სახლები დაგიზიანდა,
მიმართეთ ვინმე სან ადგილობრივი სან ამისთვის ანუ ზოგს აქვს დავა მე მგონი როგორც მახსოვს იყო რამე ოფიციალური განცხადება იყო ვისაც ახლა დაუზიანდა ამ აფეთქებების შედეგად მაგრამ რახან ეს მიდიოდა და ზევით სოფლებში ამ ტერიტორიაზე კი უფრო ახლოს იყო რკინიგზასთან ესახლები და მაგ ტერიტორიაზე რაც ახლა მონიშნული გაქვთ ყველგან ისმოდა ეს აფეთქებების ხმები და ვიბრაციებსაც გრძნობდა ზოგან ჭურჭელი გადმოვარდნილა და ასე შემდეგ და ეკნებოდა თუ არა ამ ყველაფერს პროვოცირება შეეძლო თუ არა ახლანდელ მომხდარ მეწყერზე თქვენ გამორიცხავთ ესე ერთ მნიშვნელოვნად გამორიცხავ თეორიული დაშვება ყველაფრის შეიძლება ანუ შეიძლება წეგან გამორიცხავთ არა ებაკას არ ვამბობ მაგრამ ანგარიში არისო თეორიული დაშვებით ჩვენ ვითხოვეთ მიზეზის დამდგენი კვლევა არის თუ არა ეს კვლევა რომელიც იკვლევს მიზეზს ესეთი შეკითხვა ну ზუსტი მიზეზის დადგენას გულისხმობ ამ შემთხვევაში ზუსტი მიზეზის დადგენა თუ იქნებოდა შესაძლებელი მე ამას ვიტყოდი ზუსტად თეორიული დაშვების დონეზე იქიდან გამომდინარე რომ ამ კვლევაშიც და ამ კვლევის გარეთაც მე არ შემედი რომ ეს ყველა პროცედურა შემეფასებინა პოსტფაქტუმ მანამდე რა გაკეთდა სად ჩამოიჭრა ვინ ააფეთქა როგორ ააფეთქა ეს დაშვების დონეზე მე ამ ანგარიშის მომზადების დროს დავტოვე თუ ეს დადგინდება რომ მაშინდელმა წარმოებულმა სამუშაოებმა რაღაცა კიდევ უფრო დაამძიმა ეს ესე ვთქვათ სიტუაცია ფერდობზე ამ შემთხვევაში შეიძლება ბუნებრივ ფაქტორებთან ერთად გამომწვევ მიზეზების ესე ვთქვათ კატეგორიაში გადავიდეს ხელოვნური ფაქტორებიც 2009 წელს აფეთქებები მოხდა 2020-ში სოფელ გვერდში სახლებზე გაჩნდა მზარები გოგადავიძის სახლზე იმოქმედა ამ ყველაფერმა იგრძნობოდა ვიბრაცია და იმ ზოლზე მოხდა ეხლა ზუსტად ეს ნაპრალმა ჩაიარა იმ ზოლს ერთად გავარებოდით მალხაზის სახლიც ბალიშებს გავუკეთეთ ქვევიდან და გოგასახლშიც ანალოგია დასკვნა არსებობს გეოლოგიის დეპარტამენტის არა დასკვნა არ არსებობს არ მიგვიმართია რეალურად 2020-ში მანამდე რამე მსგავსი რო არ ყოფილა ეგეთი რაღაცები მოხდა ეს ტერიტორია სანამ თისფერდი ჩამოიჭრებოდა თუ ვიძახით იმას რომ მანამდეც იყო მეწყრული საშიში მოიკვია ვინმე და ამის რაიმე დოკუმენტი არსებობს 2019-ში დაიწყო ეს ფერდობის ჩამოჭრა და ჩვენ უკვე 2017 და 2016-ში გვერდში მეწყრული გადაადგილებები დაფიქსირებული გვაქვს. ხო და მაგას არა ამ ზონაში, არა ამ მეწყერზე. უშინდელ მეწყერზე არა. ამის შესახებ რატო არ ვიცოდი? ჩვენ ამ წლების განმავლობაში იქ მივდიოდით სახლებს ვაშენებდით, ალამაზებდით იქაურობას, ამის შესახებ ინფორმაცია. აი სახლებს რო ვაშენებთ. დიახ. კალონდარღვევით აშენებთ. პირდაპირ გეტყვით რა. უნდა იყოს პროექტის შესაბამისად გულისხმობს საინჟინრო გეოლოგიურ კვლევებს უნდა გამოგევლიათ ეს არის წესი დაწერილი კანონმდებლობაში დევს მეწყერში ზონა იყოს მიწა შეწონილი იყო შეფიშავ რა ვით უმეტეს ესეთი სამუშაოებით აფეთქებით და კოდალებით არავითარ კავშირში არ არის ფერდის ჩამოჭრა. კვლევების გარეშე არც ის ფერდობი არ ჩამოიჭრებოდა. როგორ შეიძლება? არსებობს ამის კვლევა და როგორ უნდა ვიღოთ მოსახელე. არც ერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის ნაგებობების მოწყობისათვის გეოლოგიურ კვლევებს გეოლოგიის დეპარტამენტი არ ახორციელებდა. ანუ ასლიც არ გაქვთ და თქვენთან ეს რა თქმა უნდა არა. თუ არ მექნება საფუძველი იმის, რომ ეს არსებობდეს, როგორ უნდა გაუწიოთ დახმარება? ის თუ სადაო ხდება, რით არის წარმოქმნილი ეს ყველაფერი? ამაზე იდავეთ თქვენ რამდენის გნებავთ, მაგრამ ამაში დრო იკარგება. დღეს კი არა, ზოგადად იკარგება დრო. ანუ თუ თქვენ მე დღეს დაგეთანხმებით, ან სახელმწიფო დაგეთანხმებათ, რომ ეს კვლევა, რომელიც არის წარმოქმნილი თქვენი შეხედულებით, არ არის რეალური და შეგიძლიათ ამაზე საუბარი განაგრძოთ, ეს თქვენ ესაუბრეთ ერთმანეთს, თორემ თუ ჩვენც დაგეთანხმებით, რომ ეს კვლევა ახლა რო დაგეთანხმოთ, თქვენ არ რეალურია, მაშინ გეკითხები ეს 100 ოჯახი, რომელიც ჩვენგან დახმარებას ელოდება რის საფუძველზე გავაკეთოთ ეს დახმარებები? ან უნდა იყოს გეოლოგიის დეპარტამენტის დასკვნები, ან უნდა იყოს გეოლოგიური კომპანიის დასკვნა თლიან ტერიტორიაზე და იქ არსებულ მაცხოვრებლებზე და სახლებზე და შენობა-ნაგებობებზე დააშენებულ. როცა რკინიგზის მშენებლობის შედეგად საცხოვრებელი სახლები ზიანდებოდა და ასეთი პრაქტიკაში ძალიან ბევრი იყო ხარაგაულში, ქვიშხეთში, ზესტაფონში იქ გამოსახლების წესი, განსახლების წესი სხვაგვარად მოქმედებდა, საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციებსაც აძლევდნენ ამ ოჯახებს, იმიტომ რომ პირადად ვიყავი ჩართული და ამიტომ ძალიან კარგად ვიცი. ეხლა ამ შემთხვევაში
სხვადასხვა ასე ვთქვათ დათვლის ან უბრალოდ დაახლოებით მაგალითად გეტყვით ანეულადან განსახლება მოხდა ოჯახის 5 სულიანი ოჯახი იყო 192,000 ლარი გადაუხადეს კომპენსაცია რომელიც ჯერ არ თქმულა რამდენი იქნება აქ და რამდენიც არ უნდა იყოს რამდენიც არ უნდა ვთქვათ თქვენ მაინც იტყვით რომ 10 ჯერ მეტი ეკუთვნის ამ ხალხს მე გპასუხობთ ასეთი უპასუხისმგებლო განცხადებების მქონე დიახ მოგძანთ ხო აქედან გამომდინარე და ერთმანეთს ხელი შეუწყოთ რა მოგძანთ ბატონო როცა კითხვის ნიშნის ქვეშ ვაყენებთ დღეს ჩვენ გეოლოგების მიერ წარმოდგენილ დასკვნას ეხლა თქვენ ისები გადაგვაქვთ იქეთ რომ რკინიგზამ რაღაც არასწორად მოახდინა რაღაც გვირაბის და რაღაც ფერდის აფეთქება ნახეთ რკინიგზა არის დამკვეთი რკინიგზა ბრალეული პირი ვერ იქნება იმიტომ რომ შესაბამისი ცოდნა არ აქვს როცა მე უკვეთავ იქ ვინ შეისწავლა გეოლოგიურად და ვინ ჩაატარა ის კვლევები შეიძლება გამოვიდეს ბრალეული პირი ის მე როგორც სახელმწიფო პირიქით ჩემი ასანაზღაურებელი ეს თემა არ იქნება მაშინ გადავალთ იქეთ გადავალთ გამოძიების ეტაპზე გამოძიების ეტაპიდან წავალთ ბრალეული პირისკენ და კი ბატონო ვეძებოთ მაშინ ისინი მე იმას მოვთხოვ მე ამის ანაზღაურებას და მე ვისაუბროთ მაშინ კომპენსაციას რაოდენობაზე და ღირებულებაზე ეთერში ბრუნდებით სხვათა შორის აი ამ ჩანაწერმა ძალიან ბევრი კითხვა დასვა გაცილებით იმაზე მეტი ვიდრე პირველ ნაწილში არსებობდა გადაცემის მაგალითად კვლევის ავტორები ამბობდნენ რომ მათ ვერ მიეცათ საშუალება რომ ბოლომდე შეესწავლოთ მიზეზები მომხდარი ფაქტების მეორე მხრივ ისინი მაინც ასახელებენ მიზეზებს აი ეს ორაზროვნება თქვენ როგორ კითხულობთ ამას ჩვენ ვკითხულობთ ისე რომ ამ დასკვნაში ცალსახად არ წერია კონკრეტული მიზეზი ну გეოლოგიური კომპანია იძახის რომ შეიძლება იყოს რკინიგზის აფეთქებების ბრალი და მოდერნიზაციის დროს ჩატარებული სამუშაოების ბრალი ეს მეწყერი მაგრამ თვითონ ამას ვერ გამოიკვლევს რადგან ჭირდება სხვა სახსრები და სხვა ალბათ სამუშაო ტექნიკა თვითონაც აქვს მაგრამ მეორეს მხრივ რასაც ეხა თვითონ შეუძლიათ რომ ამ თვითონ რისის შესაძლებლობაც აქვს დააბრალონ ამ უღნალექს მაგრამ იმხელა თოვლი ახსოვს და იმხელა თოვლიდან ალექი ახსოვს ამ სოფლებს რომ არ ვიცი ალბათ რაღაც გვირაბებით დადიოდა ხალხი და მეც მომიწია ერთიოჯერ ესეთ თოვლში ჩასვლა და რა ვიცი მეორე სართულიდან ხვდებოდი იმხელა თოვლი იყო ხოლმე და მე ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება არსებობდეს თქვა კვალიფიციური ესეთი ორგანიზაცია უწყება რომელსაც არ შეუძლია კვალიფიციური დასკვნის დადება და თუ მას არ შეუძლია მოწვევა თუნდაც სპეციალისტის იმიტომ რომ ის სურათი რაც ეხლა იკვეთება და რაც ჩვენ ვაჩვენეთ უკვე მაყურებელს მე მგონი ნამდვილად იმსახურებს რომ რაც შეიძლება მაღალი კვალიფიკაციის თქვა პროფესიონალები ჩაერთონ ამას ვითხოვდით აქ შეიძლება ძალიან დიდი მსხვერპლი ამას ვითხოვდით ჩვენ ეხლა მე ისე ჩამოაყალიბეს რომ ჩვენ 600,000-ს გადახდა თუ რაც იყო იწყებოდა ალბათ 500,000-დან იწყებაო ლარს გულისხმობ სრული კომპლექსური გეოლოგიური დასკვნის ჩატარება მაგრამ ჩვენ ეს ვერ შევძელითო აგერ 158,000 გადავიხადეთ ამ კომპანიაში და ამ კომპანიამ დადო ორი მიზეზი ახლა ამ ორი მიზეზიდან ჩვენ გვაწყობს ეს მიზეზიო რომ ანუ ბუნებრივ მოვლენებს დავაბრალოთო ხო მაგრამ ჩვენ თუ იმას იძახითო რომ ეს არის რკინიგზის მოდერნიზების ბრალიო რაც ამ დასკვნაში ვიწერია მიზეზად მეორე მიზეზად ჩვენ ვერაფერს ვერ შეგვიძლია მოდი თქვენ გამოიკვლიოთ სადაბ გვაქვს ახლა რომელ სოფელს აქვს ახლა თითო სოფელს რა 600,000 ლარი კონდეს რაღაც გვინდა სახელმწიფოს დახმარება არა 600,000 ჯერ ეს ერთი და მეორეც ეს არის თუ არა სახელმწიფო დონის საკითხი და ვალდებულება სახელმწიფოს აქვს თუ არა დღიდან მაგას ვითხოვდით რომ სწორად ანუ დაგეგმილიყო ყველაფერი იმ ხალხს გამოსვლაშიც დახმარებოდნენ ვისაც პირობ ყავდა პირობითად მასაც რაღაცა შესაძლებელი პირობების რაღაც სახლი მიეცათ რომ ლარებში არ მოწეოდა თამათ გაყიდვა და ასე შემდეგ და დაწყილო გეოლოგების ჯგუფი შემოსულიყო იმიტომ რომ ძალიან დიდი რისკი იყო იმის რაც ეხლა მოხდა და მე რაც ვთქვი წინასწარ ვთქვი დინარე რო ჩაიკეტა და ის რო ჩამოვიდა დაგუბება რომელიც ეხლაც რო დაგუბება ეხლა ვიდეო კადრები დავდე და ამაზეც ერთი ამბავი ატყდა რომ ტყუილად პანიკობთ როგორ შეიძლება ტყუილად პანიკობდე მიწარი ნაყარი მიწა ჩასული რომელმაც მდინარე გადაკეტა იმ ხეობაში სუ დაბლა სიღრმეში ნამყოფი ვარ 1000 ჯერ მილიონჯერ ბავშვობა მაქვს იქ გატარებული
იქ დინარი არ ჩანდა ზევიდან რო გადახედავთ ეხლა ამოსულია მთელი ეს ტერიტორია გაავსო ეს ნაყარი მიწა იჟღინთება ხო წყლით და რამასად იქცევა კაცმა არის ის სოფელში რამდენიმე წყარო დაკარგულია უკვე აქ იმის ქვეშ სხვათაშორის ზვარეთს ერთ-ერთ აფეთქებაში ხო და ეხლა თოვლი იყო გაზაფხული მოდის წყლის დონე იმატებს თოვლი დნება მთაში ჩვენ ზევით ხორითია სარგვეშია სოფელი იქ რო მივდივართ ეხლა რო სოფელში შევდივართ ხოლმე იმ ადგილას პატარა ხიდებია სადაც წყალი ზაფხულში არ არის შემოდგომაზეც არ ყოფილა ეხლა დიდი მდინარე მოდიოდა ეხლა რო ვიყავით ჩასული ანუ ისევ ჩვენ მდინარეს უერთდება და ივსება ეს ტერიტორია და იმას ვიძახით ჩვენ რო დაგვანგრიეს და ჩვენ რო ამ მდგომარეობაში ვართ ეს კიდეც ჩვენი ტრაგედიაა მაგრამ ამის იქით რისკია ძალიან სერიოზული ძირულამდე შეიძლება რამდენიმე სოფელი დაზარალდეს და შეიძლება სხვერპლის კი ყავდეს და რიგზის მაგისტრალი გადის იმას რომ რაღაცა მოიმოქმედონ დაიწყონ მუშაობა რომ იქნება ეს წყალი ან გადააკაჩაონ თუ როგორც ხდება რამენაირად რომ ისინი მაინც დავიცოთ წესი ჩვენზე მეც უნდა ხმაურობდეს დღეს უკვე ის სოფლები იმიტომ რომ ისეთი რისკის ქვეშ და საერთოდ სახელმწიფო თავის თავაცხადია პირველ რიგში სახელმწიფო უნდა იყოს ამაში ჩვენ არ უნდა ან გეოლოგიურ დასკვნაში წერია რომ ხეობა აძლევს საშუალებას და შეიძლება 80 მეტრზე აიწიოს ამ დაგუბებულმა წყალმა რაც კიდევ უფრო მეც საშიშროებას შექმნის მარიამ აი ხა კომუნიკაციის თემას მინდა მივადგე იქ ერთგან გაიჟღერა რომ აი რატომ არ თქვით მაშინ ან რატომ არ მოგმართეთ უფრო ადრე კომუნიკაციის რა ფორმა ახლა თქვენსა და ვთქვათ ხელისუფლების წარმომადგენლებს ქართული ოცნების წარმომადგენლებს შორის პირადად ჩემი ოჯახის წევრებს დაუკავშირდნენ და ურეკეს შესთავაზეს თანხა 50000 ამ ეტაპზე და შემდეგში იქნება კიდევ დანარჩენიო ესეთი კომუნიკაცია მიმდინარეობს სატელეფონო და დანარჩენი ანუ ნახეთ 50000 ხარო აიღონ და ეს დავალება შესრულდეს ნახე ხო თაფლავენ არა მიდი საუბარო შემდგომში აიღებთ მიდი საუბარი რომ ქვირასაც დაკარგავა მასაც თუ არ აიღებ ამას თუ არ აიღებ მე ვეღარ აიღებ და რაღაცებს კანონი სადაც არის ჩაწერილი კი მართალია ის 12 წლის წინანდელია და გაცილებით მეტი ეკუთვნის ადამიანებს კიდევ ერთხელ ვიმეორებ თუ ინფლაციას გავითვალისწინებთ და თუ ამ წუთას ქართული ოცნების წევრებს და მთავრობის წევრებს ეხებათ ინფლაციის გათვალისწინებით მატება ხელფასის რატომ არ კანონში გაწერილ თანხას რატომ არ ეხება იგივე ვთქვათ და რატომ მანდამაიც 50000 30000 როცა დღეს უკვე 12 წლის წინანდელი თანხები ფაქტიურად აღარაფერია კი ნამდვილად ამაზე თუ ქონია თქვენ ლაპარაკი და მოთხოვნა თუ საერთოდ აი თანხაზე საერთოდ არ გვინდოდა ლაპარაკი პირიქით უთხარით რომ მაშინ ადექით და თქვენ აშენეთ თუ ფიქრობთ რომ ვიღაცას აქ რაღაცა თანხა ინტერესებს დაგვეხმარეთ ახალი სოფლის აშენებაში წეგან ირაკლი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიძაშვილები ვართ ერთმანეთის რამდენიმე გვარია ერთ სოფელში რამდენიმე გვარია მეორე სოფელში და ერთმანეთთანაც ნათესაობა აკავშირებთ ორი სასაფლაო გვაქვს ხემაღალს თავისი ჩვენი იქვია და გვინდა რომ ერთად ვიყოთ ისევ და ამ რაღაცა წინაპრის საფლავს და ჩვენთვის ნაცნობ და ძვირფას ადგილებს არ მოწყდეთ რაც გადარჩა იმასთან ახლოს მაინც ვიყოთ და ჩვენსა და სახელმწიფო შორის კომუნიკაცია არის წერილობითი ოღონდ აი ჩვეულებრივი ცისფერი მთებია ყველა უწყებაში გვაქვს წერილები შეტანილი ყველგან გვაქვს წერილებით ეს დოკუმენტაციები გამოთხოვილი პასუხებს ვითხოვთ არანაირი პასუხი არ დაგვიბრუნებია ჯერ დღემდე 8 თვის განმავლობაში არ ვიცი კვირა არ გავა და 2 კვირა არ გავა რომელიმე უწყებას წერილით კონკრეტული კითხვებით რაც მოსახლეობას აი რა არის კონკრეტული კითხვები რაც აქვს მოსახლეობას მოსახლეობა ნუ თავიდან იყო ის რას უპირებდნენ და არავინ არ იცოდა რა ეკუთვნოდა ქირით გასვლა ნათესავთან წასულიყო ასე ნორმალური კომუნიკაციაც არ იყო და რა პრობლემებიც წარმოიშვა ამ ყველაფერს ერთად მოვუყარეთ თავი დოკუმენტის სახე მივეცით და ამ კითხვებით მიმართეთ გამგეობიდან მერიიდან რომ ვერაფერი ვერ მივიღეთ წამოვედი თბილისში 7 უწყებად იმაში სამხარეოში ქუთაისში შეიტანეს თბილისში შევიტანეთ 112-საც მიმართეთ გარემოსაც მიმართეთ თავრობის ადმინისტრაციაში ჩავაბარეთ დღემდე არ არის და რო რეკავთ ეხლა და რო ვკითხულობთ თავრობის ადმინისტრაციამ გადააგზავნა რეგიონალური განვითარების და რაღაცა ინფრასტრუქტურის პრობლემებად სამინისტროში იმათთან დავრეგეთ მოვიძიეთ რა ხდება ჩვენ წევრებზე პასუხზე იმათმა გადავაგზავნეთ ქუთაისში სამხარეოში სამხარეო ხარაგაულიდან ველოდებითო შუალედებში იყო ისეთი რაღაცები თქვენზე პასუხი კი არის ეხლა ვერ გადმოგიგზავნითო მაგრამ 5 წუთში დაგვირეკეს რომ ბოდიშიო ვერ გადმოგიგზავნითო აი რაღაც იგიჟეებთან ერთადერთი არც ამ დოკუმენტებს არ გვიჩენენ ერთადერთი პასუხები რაც მიიღეთ ერთ-ორ წერილზე ალბათ ესე შეიძლება ჩამოითვალოთ
საქართველოს, რომ წერილში ეწერა ეს ჩვენ კომპეტენციაში არ შედის, მაგრამ რო ვეკითხებით, რომ აი ჩაგვიწერეთ, ვის კომპეტენციაში შედის, ანუ არანაირი სხვა პასუხი არის. ჩვენ კომპეტენციაში არ შედის და ჩვენ მორჩა, იქ თავდება ყველაფერი. მარიამ, რა არის ის, რასაც თქვენ მოითხოვდით, აი ახლა რომ გქონდეთ იმედი, რომ დღევანდელ თქვენს მოთხოვნას, თქვათ, რაღაცა პასუხი ექნება და ასრულდება ის, რაც ყველაზე მეტად გინდათ და აი ამ წუთას გააჟღერეთ ის, როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოიქცეს ამ წუთას სახელმწიფო თქვენ? მაგ შეთავაზებულ კომპენსაციას არ აიღებენ, რა საფრთხის ქვეშ ხართ? შეიძლება ქირაც აღარ გადაგიხადო? ქირას როგორც ვიცი, ზოგს უხდიან, ზოგს არ უხდიან, მაგასაც არ იხდიან ნორმალურად. 6 თვის მერე ისე უწევს, თქვა 6 თვე ხო იყო ქირა, 6 თვე შეპერდნენ და 6 თვის მერე უნდა მივიდნენ ისევე განაახლონ რაღაცა ესეც ისა. თუ სამი ყოველ 2 თვეში, 3 თვეში ხო ნოტარიულად დამოწმებულ დოკუმენტებზე და არ ვიცი ხე მე რამდენად ეგრეა, მაგრამ ვიღაცას ცოტა მეცოხდიან ვიღაცას ნაკლებს ეგ როგორ არის დალაგებული. ანუ სამართლობა ზოგს უხდიან, ზოგს არ უხდიან. ეს ოჯახის წევრების რაოდენობაზე ხო არ არის დამოკიდებული? არ ვიცი. ანუ ეს კითხვა რო დავსვათ, პასუხს ვერ მივიღებთ თან. და 30 და 50-ს არ ვიცი წინამდვილეში, იმიტომ რომ ნებისმიერ შემთხვევაში თუ კი მიმართავთ და თანახმად იქნებით ამის აღებაზე, ჯერ კომისია განიხილავს და არავინ არ იცის წინასწარ რა შეიძლება. უბრალოდ გვინდა აგვიშენონ, თვითონ აგვიშენონ, არ გვინდა არანაირი თანხა მართლა აგვიშენონ ისეთი საცხოვრებელი. ახალი სახლები აგვიშენონ იმის რაც გქონდა. რაც გქონდა კი. ან 30000-ად რა ვიცი თვითონ რა საერთოდ აი ვინც ამას განკარგულებას ხელი მოვაწედა 30000-ად მე მიცემ დავუმატებ 30000 ჩემი 30000-იც აიღოს და თავის სახლი დამეცმოს შევთავაზე კიდევ მაყურებლის ყურადღება მივაპყრო ნინო პირველი რომ აი კობალურ სმენაშვილი რომელიც იქ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ქართული ოცნებიდან რომელიც იქ რიხით მოუწოდებდა დაზარალებულ უსახკაროდ დარჩენილ მოქალაქეებს რომ თუ თქვენ ამ დასკვნის არ გჯერათ მაშინ თქვენ მოიყვანეთ ალტერნატიული მუნიციპალიტეტს რომ ხელმძღვანელობს და იმ ხელა ბიუჯეტი რომ აქვს ხარაგაუს ალბათ ყველაზე ცოტა სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით მაგრამ მაინც 160,000 ლარზე მეტს თვითონ ვერ იხდის ხალხის ფულით შევსებული ბიუჯეტიდან და უსახკაროდ დარჩენილ ხალხს ანკეს უგდებს რომ თუ არა თანხმებით წადით და თქვენ ჩაატარეთ ცალკე ტრაგედია ალტერნატიული ექსპერტიზა და თქვენ დაასაბუთეთ ანუ ეს ხომ ტრაგედია კი არა ანუ ეს ხომ პირდაპირ მიუთითებს როგორ ვითომ ზრუნავს დაჩაგრულ ხალხზე მე მინდა თქვენი ყურადღება მივაპყრო ერთ-ერთი მაღალჩინოსნის გამოსვლას ეთერში გასული ვიდეოდან ის კაცი რომელიც საუბრობდა ამ შეხვედრაზე ხარაგაულის თეატრის თუ რაღაც კულტურის სახლის დარბაზში რომ გაიმართა მეც ვესწრებოდი ამ შეხვედრას და ადგილობრივებს რომ აი ირაკლის მიმართავდა რომ არ ჩამოიჭრებოდა ეგ ფერდი კვლევების გარეშეო სპეციალურად მოვინიშნე მისი ციტატა საუბარია იმ ფერდზე რომელიც ხემაღალის ძირში ჩამოჭრეს ხო და ასევე მე ადგილობრივ მოსახლეობას ამუნათებდა რომ თქვენ რომ მართავდით სახლკარს და იქ რაღაცა ოთახს რომ ამატებდით ან ეზოში რომ დასაბანს აშენებდით ხო აბაზანას ან სამზარეულოს კანონი ითხოვს რომ თქვენ ამაზე ნებართვა უნდა გქონდეთო და გქონდათ ასეთი ნებართვაო ანუ ხალხი ჩივის რომ უკანასკნელ რა ვიცი რა 15-20 წელში ხომ არ ვიცი ან ქაღალდი გააკრეს კედელზე და ამაში ფული დახარჯეს ან კაფელი ააკრეს კედელზე და ცხელი წყალი შეიძლება გაიყვანეს აბაზანაში რომელიც მანამდე არ გქონდა სოფლად მანამდე შუქიც არ გქონდა სოფლებში და ახლა შუქი არის და გათბობაც მოვიწესრიგეთ და ამაში ხო რესურსი ჩავდეთ ის რესურსი ის თეთრები თუ რა ვიცი რამდენი 1000 ლარი რომელსაც გაჭირვებით ხო და ფულით შოულობ და არი პარავს ეს ხალხი ხო არსაიდან მილიონებს ან 100,000 ლობით ნახევარი სოფელი წასული ეხლა ეს რომ გწოდნოდა მაგალითად ამ ხალხ მე ვნახე ხარაგაულში და ის უკაცრავად ხემაღალსა და ღვერკში ანუ ორივე სოფელში ახლაც მიუხედავად იმისა რომ ზოგი სახლი უკვე მთლიანად დამარხულია და ამოფარებული მიწას და ნაწილი დანგრეულია ან ნაწილი სანახევრო და ნაწილი ფეხზე დგას კედლებ დახსნილი თუ დახეთქილი ჩანს რომ ამ ხალხს აი მაგალითად იმ ქალბატონს თქვი შენი მარად შენი სახლის მოპირდაპირე მხარეს რემონტი აქ სულ ახლა ხან გაკეთებული თან გავიგე რომ ეს ქალბატონი ემიგრაციაში ყოფილა წარმოგიდგენია ორი ადამიანი ოჯახიდან არის ორივე ადამიანი ემიგრაციაში გზავნიდნენ 70,000 ლარი დაახარჯეს ანუ ბოლო 7 წელში ხო რაც გააკეთეს პირველ და მეორე სართულზე და უკანასკნელი 7-8 წლის განმავლობაში სწორედ მონიშნულია ეს ტერიტორია მეწყრულ ზონად თუმე მეცოდინება რომ ჩემი სოფლის გარშემო მეწყრულად
დაძაბული უბანია. არ გავაკეთებ. ანუ ხომ არ ჩავდება ამ დამატებით ინვესტიციას უკვე აშენებულ სახლში. ესე უნება რომ ნებართვაზე რატომ არ მოხვედიო? ეხლა მე ბატონ მერაბ გაფრინდაშვილს მინდა მივმართო აქედან. ნებართვაზე რომ მოვიდნენ კი არა. ჩვენ აი მაგალითად მე და ეს ხალხი მათ შორის მე წერილობით რომ მოგთხოვეთ გარემოს ეროვნულ სააგენტოს სადაც თქვენ მუშაობთ გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსად ანუ ერთ-ერთ თანამდებობის პირად ხელმძღვანელ პირად აი რომ მოგთხოვეთ იგივე ხარაგაულის ამ სოფლებთან და კიდე სხვა ცხელ წერტილებთან დაკავშირებით რაც საქართველოში გვაქვს საჯარო ინფორმაცია პროგნოზები რომ გიდევთ კვლევები რომ გიდევთ რომ იცით რომელია ცხელი წერტილები ქვეყანაში და ხალხმა სად უნდა დაიცვას თავი და დღემდე საიდუმლოდ რომ ინახავთ და მაგიტომ ერთი კვირის წინ სასამართლოში გავგზავნე ისევ სარჩელი. რატომ არ გვაძლევთ ამ ინფორმაციას ამ ხალხს რომ ამუნათებთ ნებართვის მისაღებად რატომ არ მიხვედით და კიდევ ერთი ისევ თქვენს გასაგონად ბატონო მერაბ. ამ შეხვედრაზე რადგან ასე აქტიურობდით ამან გამახსენა თქვენი ნათქვამი. 2014 წლიდან ხარ სპეციალურად შევამოწმე ახლა ეთერში ღია ეთერში ყოფნისას გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი ქვეყნის მასშტაბით ხო მისი და მისი დეპარტამენტის პასუხისმგებლობაა ასეთი მოვლენების და ასეთი კატასტროფების პრევენცია, ხალხის გაფრთხილება და სწორი მართვა ხო მასე აბარისთვის არის ეს დეპარტამენტი და ეს სამინისტრო და ეს სააგენტო საერთოდ 2014 წელს მერაბ გაფრინდაშვილის სიტყვებია საკუთარი ყურით მაქვს მოსმენილი და გაშიფრული ვიდეო ჩანაწერიდან 2000 ანუ მოკლედ მერაბ გაფრინდაშვილი ამბობს არ უკავშირდება ეს ხარაგაულის თემას, მაგრამ აი თანამდებობის და გაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობას მინდა ხაზი გაუსვა ასეთ რამეს. ლარსი ჰესთან დაკავშირებით. ლარსი ჰესი არის ყაზბეგში, დარიალის ხეობაში. ხევში და ციტატა მომყავს. ლარსი ჰესთან დაკავშირებით მერაბ გაფრინდაშვილისთვის კი არა, მოხევესთვის რომ გეკითხათ, ის გეტყოდათ, რომ იქ ჰესის აშენება არ შეიძლებოდა. მან დიდი კვლევები არც იყო საჭირო. 2014 წლის 17 მაისს სტიქია რომ მოხდა. ფლობელმა მეპატრონემ იქ პირველივე დღეს ამიყვანა. ვკითხე რა მაგაშენებინათ მეთქი აქ ჰესი. რა ვქნა ფულია ჩემი, მე ჰიდროლოგი და გეოლოგი არ ვარო. ამ სიტყვების ავტორია მერაბ გაფრინდაშვილი, რომელიც გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსია, როცა ლარსი ჰესის მშენებლობაზე ნებართვა გაიცა, მაშინაც გარემოს ეროვნული სააგენტოს მაღალჩინოსანი და თანამდებობის პირი იყო და არც ერთი მისი დეპარტამენტის თანამშრომლის, არც პირადად მას სიტყვა არ დაუძრამს, რომ დარიალის ხეობაში ამ ჰესის მშენებლობა არ შეიძლებოდა მყინვარის ძირში პირდაპირ. და რა მოხდა? აი, ნახეთ ესე იგი, მისცეს ნებართვა ამ ჰესის მშენებლობას გეოლოგიის დეპარტამენტს ერთი შენიშვნაც კი არ აქვს გაკეთებული, მეტიც მინდა გითხრათ, რომ იქ დასკვნაში გარემოზე ზემოქმედების შეფასების დასკვნაში, რომელიც ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტია, როცა ასეთ ტიპის ნაგებობას აშენებ, გეოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ზურაბ დოლიძე წერს, რომ შენიშვნები საერთოდ არ აქვს. და ამის შემდეგ ხდება რომ 2014 წელს ახალაშენებული ლარსი ჰესი და მშენებარე დარიელი ჰესი დევდურაკიდან მოწყვეტილმა ღვარცოფმა ზედიზედ ორჯერ დაანგრია 17 მაისს ღვარცოფმა რამდენიმე სატვირთო და მსუბუქი ავტომობილის დამარხა 6 ადამიანი იმსხვერპლა და 20 აგვისტოს ისევ დააზიანა ინფრასტრუქტურა და 2 მუშა დაიღუპა ეს ხალხი ამბობს ახლა და ხარაგაულში უსახალკაროდ დარჩენილ ხალხს თხოვს პასუხისმგებლობას. გელა ამ ბოლო დროს რაზე ვლაპარაკობ ჩვენ ახლა არაფერი მოხდებაო, ეხლა რა მდგომარეობაც გვაქვს წყლის დაგუბებას. სხვათა შორის მე ახლა მინდა თქვა სულ არის ამ ბოლო დროს ლაპარაკი რომ დიალოგი, დებატები. კი ბატონო, ჩვენ მზად ვართ დებატებში თქვენ თუ მობრძანდებით, აი ეს ადამიანები დამჯდარი იყვნენ ახლაც ხო? მობრძანებული იყვნენ და თუ აქვთ პასუხები მზად ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჩვენ ყოველთვის უმასპინძლებთ მათ და მოვისმენთ აუცილებლად ისევე მათას როგორც ვისმენთ ახლა ადგილობრივი მოსახლეობის ამიტომ ჩვენ გთავაზობთ ამ შესაძლებლობას თუ გამოიყენებთ და თუ ამ ადამიანების წინაშე დაჯდებით და ეტყვით გასცემთ ყველა კითხვაზე პასუხს რომელიც მოსახლეობას აწუხებს ყველა ქართველს ვინც უყურებს დღეს რა ხდება ხემაღალსა და ღვერქში ეს მართლა ძალიან მძიმე კადრებია და ჩვენ კიდევ არ ვიცით რა შეიძლება დატრიალდეს და კიდე რა შეიძლება მოხდეს მარიამ აი რა მაინტერესებს ანუ ყველა ადამიანი, ვინც ცხოვრობთ ამ ორ სოფელში, ხართ ერთ აზრზე, არის ეს შეთანხმება თქვენ შორის, თუ არსებობს რაიმე აზრთა სხვადასხვაობა მოთხოვნებთან დაკავშირებით თუნდაც. მარიამ სავარაუდოდ არ ექნება მაგაზე ინფორმაცია. ერთ აზრზე ვიქნებით, რა თქმა უნდა, 90%-ზე მეტი კი.
არის იქ სახლები, რომლებიც თქვა ბოდიში მარიამ ეს მე საკითხი შევისწავლე და ეხლაც ვიყავი 3-4 დღის წინ ვიყავი და სოფლის აზრი გავიგეთ და ზოგადად შევხვდით და გავიარეთ ეს საკითხი რამდენად მისაღები იყო და ყველა იმასზევათ ბევრი არ ვაპირებთ ამ თახას ხელი მოვკიდოთ და ვაპირებთ ყველანაირი გზით ვიბრძოლოთ სასამართლო იქნება ასე შემდეგ კიდევ ერთხელ მივიდეთ და ვთხოვოთ და დაველაპარაკოთ იმაზე რომ სულ არ გვინდა თანხა თქვენ თვითონ ააშენეთ ყოველ შემთხვევაში სახელმწიფოს ინდივიდუალური მიდგომაც უნდა კონდეს ესეც ხომ შეიძლება რომ იყოს გათვალისწინებული თუ ვინმეს რაღაც არ უნდა ეს არის მისი გადასაწყვეტი მაგრამ თქვენ თუ გაქვთ კონკრეტული მოთხოვნები ალბათ თვლით რომ ეს მოთხოვნები უნდა შესრულდეს რამდენიმე სახლი არის სოფელში იმ დონის და ისე მიტოვებული რომ შეიძლება 18-20 წელი არ ჩამოსულა არის ერთეული სახლები და არის ისეთი მოწყვლადი ხალხი შეარჩიეს რომელსაც სხვა გამოსავალი შეიძლება არ ქონდეს და ამათ ემუშავებიან ძირითადად სოფლის ნაწილთან არ დაურეკავთ და არ უთქვამთ ყოველთვის ინდივიდუალური განხილვის საგანი უნდა გახდეს გელა იყო თუ არა შენ მოიძიე თუ არა ალტერნატიული ვთქვათ კვლევა რაც უკავშირდება ხარაგაულის რაიონს და ღვთსა და ხემაღალს ასეთ კვლევა არ არსებობს ნინო რეალურად არსებობს ერთი ეს ხარაგაულის მერიის მიერ დაქირავებული კომპანიის მიერ დადებული ეგრეთ წოდებული დასკვნა რომელთან დაკავშირებითაც არსებობს ბევრი კითხვები ძალიან ბევრი კითხვები არასპეციალისტებსაც კი გვაქვს ბევრი კითხვა არათუ სპეციალისტებს თუმცა ჩვენ რაც გავაკეთეთ იყო ის რომ ხარაგაულში წავიყვანეთ ორი მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი ვთხოვეთ რომ ჩვენთან ერთად წამოსულიყვნენ საუბარი მაქვს თიაგო დოლაძეზე რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში ბევრმა ჩვენმა მაყურებელმა იცის რომ ის არ იმყოფება საქართველოში მთელი რიგი მიზეზების და იმ დევნაშევიწროების მათ შორის გამო რომელიც მის მიმართ მიმდინარეობს ქვეყანაში სწორედ იმ საქმიანობის გამო რასაც ის მანამდე ახორციელებდა ის იქნებოდა შოვის ტრაგედია ნამოხვანი ჰესი ვაშლი ჯურის მეწყერი არ ვიცი თბილისში ჯუნგლების მშენებლობა და დაბეტონება დედაქალაქის და ასე შემდეგ, მაგრამ როდესაც კი გავიგეთ, რომ ის რამდენიმე დღით იყო დაბრუნებული ქვეყანაში, მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად და მასთან ერთად ასევე ძალიან ჭკვიანი და სანდო ადამიანი ზურაბ ჯავახიშვილი, გეოფიზიკოსი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჩვენ ამ ორ ადამიანთან ერთად ვიყავით ვერკსა და ხემაღალში, ადგილზე დაათვალიერეს მათ ყველაფერი, შემდგომ ნახეს ეს დასკვნაც, შეისწავლეს, გაეცნენ და მე ვთხოვეთ უკვე ექსპერტული შეფასებებისა და მოსაზრებების გაცნობა, რომელიც ვიდეოს სახით გვაქვს კი და მაყურებელს ვაჩვენოთ. თქვენ ახლა მოისმენთ თეაგო დოლაძის და ზურაბ ჯავახიშვილის მოსაზრებებს ხარაგაულის რაიონთან დაკავშირებით. აქ არაფრით რელიეფში არ უნდა ჩარეულიყო, გვირაბი აქ არ უნდა გაიყვანო. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ფერდების მოჭრა. არავითარ შემთხვევაში. ეს სახლი რამდენიმე დღის წინ აქ იდგა. რაცი სახლი კარი. არ ვიცი, ტრაგედიაა. აქ იყო სტადიონი. და ნახეთ ახლა რა ხდება, ვაიმე. და ეს ამხელა მას არ უწავა, ან მდინარეს ამოვა, ან რკინის. არა, ეს ძალიან საშიშია, მაგ ორი აზრი არ არის, ამ მასის ჩასვა არის საშიში. აქ უკვე ნებისმიერი ნალექი შეიძლება იყოს მაპროვოცირებელი ფაქტორი. და ძალიან დიდი ყურადღება საჭირო. ხემაღალი დაღვარგი გამონაკლისი არ არის. ასეთი პროცესები წება სხვაგანაც. სამწუხაროდ აქ დაიწყო, იმიტომ რომ რეალურად შედარებით არასტაბილური გარემო ჰქონდა ადრეც. აი ეს გვიჩვენებს ესეთი ფერდობები, რომ ეს ესეთი სახიფათო რეგიონი. თუკი 2017 წლიდან ღვერკი, ხემაღალი უკვე მონიშნულია მეწყრულად გეოლოგიურად დაძაბულ უბნად, ხომ? და 2019 წელს იწყება გვირაბების სამშენებლო სამუშაოები, ან იგივე ექსკავაციის სამუშაოები. უნდა მომხდარიყო თუ არა ამ სამუშაოების ზეგავლენის შეფასება დასახლებულ პუნქტებზე? ყველა შემთხვევაში ძალიან დეტალური კვლევა უნდა ჩატარებულიყო. მით უმეტეს რომ მონიშნული იყო ეს ადგილი როგორც სახიფათო მეწყერის და სხვა პროცესების მხრივ ძალიან დეტალური კვლევა უნდა ჩაეტარებინათ. მათ შორის დარწმუნებულია რომ აუცილებლად უნდა ჩატარებულიყო თუ აფეთქების სამუშაოებს ატარებდნენ, რას გამოიწვევდა და შემდეგ მონიტორინგიც კი უნდა ყოფილიყო თქვათ მახლობელ ტერიტორიაზე ეს აფეთქებები რაც იწვევდა, ჩანაწერები უნდა გაკეთებულიყო და ეს პრობლემა უკვე 2017 წელს იყო. გესმით? თუ კეინძამ სამუშაოები და იქ აფეთქებითი, ბურღვა აფეთქებითი სამუშაოები გაწია, იქ 15 მეტრზე ჩამოჭრა
არ არის მცირე ფაქტორი ესე მარტივად თქვენა მიჭრამოჩას ხო თუ ესე მოხდა მაშინ რატომ არ გავაკეთეთ მაშინ მონიტორინგი ამ წელზე ხო იქ მოსახლეობა არის რატომ არ დაიწყო 53 კომპანიას რატომ აღთხოვთ რომ თითრალი თქვენ აქ იქ ისეთ ტერიტორიაზე იწყებთ სამუშაოს რომელიც მათ შესაძლოა ჩვენი მოსახლეობა დააზარალოს რატომ არ დავიწყეთ მონიტორინგი რატომ არ დავალავდებოდეთ კომპანია ეწარმოებინა მონიტორინგი მეწყრისა რასაც უნდა ამბობს ეხლა იგივე შეისმული მონიტორინგი იგივე გეოდეზიური მონიტორინგი, რომელიც გადაადგილებას შესაძლოა მცირე გადაადგილებებს დააფიქსირებდა მეწყერზე. მაგრამ ნახეთ, ბუნებრივი ფაქტორები გამორიცხულია. როგორც მატრიგერირებული ფაქტორი. მიწის რა არ ყოფილა? ნალექიანობა ისეთი არ ყოფილა, ხო? თქვა როგორც დიდი თოვლი იყო. პატრონ? დიდი თოვლი. ეს აღნიშნავს გაჯერებულ ნალექს, რო გუნდი გაჯერებულია და წამოეს აქვს. დიდი თოვლი დაახლოებით ისევია, როგორც აი მე ვიგზენ ძლიერად შეფრო და ჩვენ ვერაფერს ვერ ვამბობთ აფეთქებისია. ეს დიდი თოვლიც არაფერს არ ნიშნავს, აზომილი არ არის ზუსტად და რას გამოიწვევდა ეს? წყლიანი გრუნტები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მეწყერის იმ ასე ვთქვათ გამოფიტულ ხანებთან, გეოლოგიასთან, ფერდობის დახრილობასთან ერთად აი ეს ყველაფერი ქმნის ასე ვთქვათ მეწყერს საშიშ გარემოს. მაგრამ თვითონ დასკვნაში წერია რომ აი ტრიგერირება, ანუ გამშვები მექანიზმი შეიძლება სხვა რამეც ყოფილიყო, მათ შორის ადამიანის ზემოქმედება. თუ არც ნალექი გვაქვს საკმარისი, რომელიც ძრავს ან მატრიგერირებელი ფაქტორია მოწყრეტისა და თქვათ იგივე შემზადებული სამეწყროულ ტანს. თუ არც ნალექი გვაქვს, რაც ჩანს ამ კვლევებიდან, რომ არც საკმარისი ნალექი არ არის, ხომ? თუ საკმარისი ნალექის რაოდენობა არ აქვს, როგორც გამშვები მექანიზმი, თუ მიწის რა არ ყოფილა და არც ყოფილა, ეხლა ნამდვილად თქვათ და ტექტონიკური ფაქტორის ხსენება ზედმეტია მან და ხა ნეოტექტონიკის სიმართლე გითხრათ აბსოლუტურად ზედმეტი ჩანართია მე თუ გითხრათ და წარმოვიდგინეთ თუ ეს არ ყოფილა ორი მნიშვნელოვანი მატრიგერებელი ფაქტორი ხო მაშინ გადავდივართ იგივე ანთროპოგენოზე ხო როდესაც თქვენ გარკვეული მუხტით კი არა საერთოდ აფეთქებებს აწარმოებთ და იქ 1 კილომეტრში 2 კილომეტრში დასახლებული პუნქტები გაქვთ სოფლები გაქვთ და გვირაბ გაყვანის სამუშაოები გაქვთ თქვენ მონიტორინგი უნდა აწარმოოთ ამას საერთაშორისო კანონმდებლობა დაალდებულებთ ეხლა 23 კომპანიას რა მოთხოვოთ რომ გვირაბში არ შემისვა 2015 წელს რომელსაც საერთაშორისო სტანდარტს მელაპარაკებით კალიფარო და ჯეიბის რა ქვია მას ჩაფხუტი არ დამახურეს თავზე ვის თქობთ ჩვენ სტანდარტის დაცვას აბა რა 23 კომპანია მას უნდა ეწარმოოთ როდესაც თქვენ აფეთქებებს აწარმოებთ თქვენ ასევე მონიტორინგი უნდა აწარმოოთ, იმიტომ რომ შესაძლოა, თქვა გარკვეულ რადიუსში იყოს კლდოვანი გრუნტებიც და იყოს ის სუსტი გრუნტებიც, ხო? ასეთ შემთხვევაში ერთი და იგივე მუხტმა შეიძლება კლდოვან გრუნტზე არ იმოქმედოს, მაგრამ სუსტ გრუნტებზე იმოქმედოს და მოსახლეობა თქვა სულ დღეში ჩააგდოს. რაც ფაქტია ეხლა დღეს, ხო? წლები ეგ არაფერი არ ყოფილა მნიშვნელოვანი მიწის რა, რომელსაც არათუ გამშვები მექანიზმი ყოფილიყო მოსამზადებელი თქვათ ნიადაგი შეექმნა მეწყრული პროცესის განვითარებისთვის იმიტომ რომ მარტო ეს მეწყერი არ არის ხალხო იქ არის მთელი ამ ტერიტორიაზე ხომ თქვათ ეს შეისმურობა სხვა მეწყებსაც დაძრავდა რომ ყოფილიყო არა და ეხლა იცით რომ ნებისმიერი ფერდობი საქართველოში მithom სუსტად შეიძლება კონსოლიდირებული მასალა რა ქანები გვაქვს მეწყერსაშიშია ვინაიდან ასეთი სიმძლავრის მიწის არ ყოფილა ტექტონიკურ რღვევაზე აპელირება არასწორია აბსოლუტურად არასწორია. მონაცემები უნდა იყოს თქვათ იგივე GPS-ის მონაცემები, რა მოძრაობა ხდება იქ ეხლა დღეს. აი ეს არის აი ამ წლებში. ეს მონაცემები თუ არ არის, მაშინ იმის თქმა რომ ისევ იმას ვამბობ, რა თქმა უნდა, ეს ფაქტობი შეიძლება იყოს, მაგრამ ამას შეიძლება გაზომვა, ამას შეიძლება დაკვირვება და ამის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს მნიშვნელოვანია და ის მეორე არ არის მნიშვნელოვანი. როცა ორივე გაზომილი გვაქვს. როცა არც ერთი არა გვაქვს გაზომილი, ეს უკვე ვარაუდის დონეზეა. საერთოდ უნდა ვთქვათ, რომ ძირითადი ფაქტორები არის ადამიანის ჩარევა, ფერდობის მოჭრა იქნება თუ ასეთი ბურღვიჭი თუ აფეთქებითი სამუშაოები, ეს ყოველთვის დამშვები მექანიზმი. ძირითადი ფაქტორი მეწყერის არის გეოლოგიური აგებულება, ფერდობის დახრილობა, ქანების მდგომარეობა, წყლის სიუხვე თუ ნაკლებობა, რამდენად ფხვიერია ეს ქანები და ასე შემდეგ.
აი ეს არის ძირითადი და უკვე შემდეგ რა იმოქმედებს როგორც მეწყერის გამშვები მექანიზმი ეს შეიძლება იყოს ძლიერი წვიმა ეს შეიძლება იყოს ფერდობის ჩამოჭრა ეს შეიძლება იყოს მიწისძვრა და ასე შემდეგ ბევრი ფაქტორი მოქმედებს ამაზე მაგრამ აი ისი თქმაც მინდა ახლა ვთქვათ ამას განიხილავენ თეორიულად რომ აი ასეთ აფეთქებით სამუშაოები შეეძლო გამოიწვია ჩვენ ვიცით მარტო მოსახლეობის აღწერა როგორ გრძნობდნენ ისინი და ამ აღწერის მიხედვით აფეთქებით სამუშაოები ეს აფეთქი აი ითქვა კიდე სოციალური განზარები და საკმაოდ საგრძნობი ყველა გრძნობდა სოფელში ეს იმას ნიშნავს რომ საკმაოდ ძლიერი აფეთქებები იყო სამწუხაროდ რაოდენობრივი მონაცემები რომ ჩანაწერები რო არ არის და იქ არ იყო აპარატურა შეუძლებელია ვთქვათ შეფასება რეალურად რამდენიმელა იყო ეს მოხდები მაგრამ აი ეს არგუმენტაცია რომ ხევი სეისმურ ტალღებს შეაჩერებდა და ამიტომ ეს ვერ გამოიწვევდა მიწისძვრას ეს ნამდვილად არასწორია უბრალოდ სასაცილოც კი აქვს გვირაბსა და საკვლევ ფერდობს შორის ორივე შემთხვევაში რელიეფში ღრმად ჩაჭრილი ბუნებრივი ხევებია ჩამოყალიბებული ამ გარემოებისა და დიდი მანძილის ერთ შემთხვევაში 1.8 კილომეტრია მეორე შემთხვევაში 2.6 გვირაბის გაყვანის დროს აფეთქების მეთოდის გამოყენების შემთხვევაში მექანიკური ზემოქმედებით წარმოქმნილი ბიძგების გავრცელება საკვლევ ფერდობამდე ვერ მოხდებოდა აი აქ შესაბამისად საკვლევ ფერდობთან მიმართებაში უარყოფით გავლენას ვერ მოახდენდა ხელი აჩერებს ამ ფერდობის გავრცელებას ძალიან ასუსტებს აუცილებლად ვთქვათ ერთ მაინც ვთქვათ ტალღები ვრცელდება სეისმური ტალღები და უბრალოდ არასწორია ეს უბრალოდ ვერანაირად ხევი ამ სეისმური ტალღების გავრცელებას რაც ვერ შეუძლებს ტალღები მივა და ზუსტად ეს არის ის მოსახლეობაც იმიტომ გრძნობდა ამ ტალღებმა გაიარა ეს 2 კილომეტრი და 1 კილომეტრი 800 მეტრი არ არის დიდი მანძილი კომიკური ჩანაწერია ეს უკვე ცდება ნებისმიერი სახის პროფესიონალურ დონეზე დაწერილ რეპორტს თუ არ ვიცით თქვათ გეოფიზიკა არ არის აუცილებელი წეროთ ამის შესახებ იმიტომ რომ მართლაც კომიკურია ეს სახელმწიფო თქვათ ნებისმიერი კომპანიის ჩანაწერში ეს არ არსებობს და მით უმეტეს არ არსებობს იქ სადაც ადამიანების ბედი წყდება ხევი და საერთოდ ტოპოგრაფიული თქვათ უთანადობები ან სირთულეები ან კომპლექსურობა ტოპოგრაფიის პირიქით გვევლინება როგორც ამპლიფიკატორი სეისმური ტალღის გავრცელების და არაჩამშრომლი მექანიზმი ერთია თქვა აფეთქებები დედამიწის თქვა ზედაპირული აფეთქებები და მეორე არის თქვა როდესაც თქვენ ღრმული გაქვთ და თლიანად ეს ენერგია გადის უკვე გრუნტში ხომ ეს სხვა ეფექტს იწვევს ხოლმე აქ ასევე როდესაც მოსახლეობა ამბობს რომ იქ ზანზარებდა ხო დაახლოებით აი ფანჯრები და ასე შემდეგ ეს არ ვიცი რა ტიპის აფეთქებები მიდიოდა იქ მაგრამ თუ ეს იქ აუცილებელია გაითვალისწინოს ასევე გარდა სეისმური ტალღისა იგივე თქვათ აკუსტიკური ტალღებიც ხო რაც აფეთქების დროს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა აფეთქების დროს მით უმეტეს როდესაც ამ ტერიტორიაზე ხდება 2 კილომეტრი არც თუ ისე დიდი მანძილია და მიდის რაღაც ეს მთლიანად რეგიონი არის ჩართული წამსონზე ეს არის ძალიან ძველი და გადამუშავებული ქანები უნდა გაყოლოდნენ ხეობებს და ასე შემდეგ ნახეთ უნდა ეწარმოებინათ ლანდშაფტური ინჟინერია ეს არის მიმართულება რომელიც არის ეხა ყველაზე ესეთი მიღებული იმიტომ რომ თქვენი ჩარევა ყოველთვის არაპროგნოზირებადია გარემოსთვის განსაკუთრებით ტექტონიკურად მძიმე გარემოსთვის რაც აქ არის ძალიან დიდია მოგლეჯილია ძირი და უზარმაზარია დაიძრა მთა სრულიად არასაკმარისია ვერტიკალური ელექტრული ზონდირება ამ შემთხვევაში უნდა ჩატარებულიყო გეოელექტრული მეთოდებით ეგრეთ წოდებული წინაღობის მეთოდითაც პროფილები უნდა გაკეთებულიყო და სეისმური მეთოდით მაშინ უფრო სრულყოფილი სურათი გვექნებოდა არ იყო მსგავსი სამუშაოების დროს არ წარმოებულა მონიტორინგი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა და როცა ამას არ აკეთებ მე პასუხისმგებლობა უნდა იყოს შენ თავზე როდესაც 2 კილომეტრ-ნახევარში ორი სოფელი ფაქტობრივად ჩამოიქცა იცით რატომ? იმიტომ რომ მაშინ რა მოხდა? უბრალოდ დამთხევა არ არსებობს ესეთი რაღაცა. როგორ შეიძლება ეს უბრალოდ დაემთხეს, ხო? მუდმივი ვიბრაცია და აფეთქებები კი მატრიგირებული ფაქტორია მომზადებული მეწყრული პროცესის დაძრისათვის.
მაგრამ ზუსტად მოლითის გზაზე იყო ის რაც ხდებოდა და თქვენ მოლითის გვირაბში რაღაც განვითარდა ყველამ კარგად ვიცით ხომ იგივე საკინიზო კომპანია 23 ბიუროზე მაქვს ლაპარაკი მათი ხარისხი და მიდგომა საქმის ადმინო ვიცი აფრით 3 წლის აკრაც ხდება ყველაფერს ამას რიკოს ვეძახი ხოლმე და შენიშნავს ვიღებ რომ აი ყველაფერს რიკოს იგივეა ყველგან გაკეთებული აბსოლუტურად იგივე რაც არის არასწორი რის შედეგებსაც მომავალში აუცილებლად კიდევ მოვიმკითხე მაღალი არის რა ვიცი პირველი არ არის ხო არის ესეთი შემთხვევებიც რომელიც არ შუქდება ხა მოსახლეობა ძალიან დაზიანებულია მე მწერენ პირადად და იმიტომ ვამბობ გელა პირველი შეკითხვა შენთან მექნება რა არის აი ყველაზე ხაზგასმით მნიშვნელოვანი ექსპერტული ალტერნატიული კვლევის პროცესში ხო, კვლევა ალბათ შეიძლება ვერ დავარქვათ, მაგრამ ექსპერტული მოსაზრებებით ხო, მოკლედ პირველ რიგში მინდა რომ გულწრფელი მადლობა გამოვუცხადო კიდევ ერთხელ გადავუხადო აქედან თიაგო დოლაძეს და ბატონ ზურა ჯავახიშვილს ამ ქვეყანაში სამწუხაროდ ჩვენ უფრო ხშირად გვიწევს რეგიონებში ისეთ ტიპის საკითხებზე მუშაობა, რომლებიც მოსახლეობას განსაკუთრებით აწყვეს, მათ შორის ასეთ პრობლემურ საკითხებზე, როგორც არის ხარაგაული, როგორც არის ჭიათურა, ბალდან, ამოხვან და ასე შემდეგ. და მოკლედ ყოველდღიურად იმდენად უარესდება ამ ქვეყანაში ვითარება, რომ ადამიანები, პროფესიონალები აღარ რჩებიან, რომლებიც არათუ ველზე წამოვლენ შენთან ერთად. ან თვითონ წავლენ და შემდგომ გაგიზიარებენ ექსპერტულ მოსაზრებებს, არამედ საერთოდ რომლებიც ასეთ დამოუკიდებელ შეფასებებს, ობიექტურ, გაბედულ თამამ პოზიციას დააფიქსირებენ და მადლობა მათ ამისთვის ნამდვილად გულწრფელად. რაც შეეხება მათ მიგნებებს და მათ შეფასებებს, მოკლე რეზიუმე რომ გავაკეთოთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ბატონმა ზურამას და ქაბატონმა თიამაც, რომ დასკვნაში რამდენიმე ადგილას, არა ერთგან, არამედ რამდენიმე ადგილას ასეთი ჩანაწერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაქირავებული სპეციალისტების მიერ, რომ ხემაღალსა და გვირაბს შორის, რომელიც აფეთქებებით აშენდა, ხომ? შუაში არის ბუნებრივი ღრმა ხევი. და ეს ღრმა ხევი ამათი დასკვნის თანახმად, ანუ ამ მუნიციპალიტეტის მიერ დაქირავებული სპეციალისტების დასკვნის თანახმად, ვერ გაატარებდა აფეთქებების დროს წარმოქმნილ სეისმურ ბიძგებს, სიმძლავრეს და ასე შემდეგ და ვერ შეუქმნიდა საფრთხეს სოფელსა. სინამდვილეში აგერ ორი გამოცდილი ექსპერტი, რომელთა სტუდენტებიც იყვნენ ან არიან დღეს ვინც კი ასეთ დასკვნებს წერენ, შეკვეთის შედეგად გარკვეული და მნიშვნელოვანი გასამრჯელო სანაცვლოდ, მათი მასწავლებლები ამბობენ, რომ ეს არასწორია და მეტიც გავტომთიან პირდაპირ ხო, რომ კომიკურია ამის ჩაწერა დასკვნაში, მაშინ როცა ადამიანების ბედს წყვეტს ასეთი დოკუმენტი. ამას გარდა იყო იქ საუბარი, მე მახსოვს, როცა მათთან ერთად გადავაადგილდებოდი ხემაღალს და ღვერკში, ფერდობების დაკვირვების შედეგად მათ თქვეს, რომ ეს მრავალი წლის წინ შესაძლოა ვიდრე საერთოდ სოფლის, რა ვიცი, ბოლო 3-4 თაობა იქ იქნებოდა, იყო გარკვეულწილად მეწყრული ფერდობები ისე იყო განლაგებული არამეწყრულ ზონებშიც კი, რაც ახლა არ არის დაზიანებული. ზოგიერთი ადგილი, რომელიც ჯერ კიდევ შემორჩენილია. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ იმ თავითვე აკისრებდა ამ სოფლის აგებულება, ეს ბევრი ასეული წლის წინ იქ ასეთი პროცესების შესაძლო განვითარება, პასუხისმგებლობას აკისრებდა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს, მივადგეთ ისევ გეოლოგიის დეპარტამენტს და გარემოსდაცვის სამინისტროს გარემოსერმულ სააგენტოს, ვერსაც წაუვლენ ისინი ამ პასუხისმგებლობას ახლა შეიძლება გაექცნენ და აირიდონ, მაგრამ დრომოვა და მაინც პასუხი მოეთხოვებათ მათ აკისრებდა ეს ვალდებულებას, რომ აფეთქებითი ასეთი სამუშაოები, რომლებიც შეიძლება მატრიგერირებელი ტრიგერი გამხდარიყო იმ მოვლენების, რაც ახლა სოფელში მოხდა, არ უნდა ჩატარებულიყო. ზუსტად ასე მინდა ახლა დავასრულოთ გადაცემა, ის კითხვები, რომელიც თქვენ გაქვთ, ის საკითხები, რომელიც თქვენ გაწუხებთ, ძალიან თხოვთ დავტოვოთ ამ ეთერში, თუ მოხდა ისე, რომ ამისთვის საპასუხოდ ჩვენ ეთერში მოვიდნენ პასუხისმგებელი პირები, ხომ ძალიან კარგი, თუ არა, ყოველ შემთხვევაში უსათოდ მიწდება თქვენი ხმა მათ. შეიძლება წერილი ვერ მიწდეს, მაგრამ ხმა მიწდება აუცილებლად. დავიწყოთ მაგრამ თქვენგან. ჩვენ პირველ რიგში ვითხოვთ, რომ ეს ბრძანება ბოლოს რასაც მოეწერა ხელი და სასირცხვილო, რასაც ქვია შემოთავაზება, კომპენსაცია წაიღონ უკან, გააუქმონ, სწორად დაიწყონ მოკვლევა, თუ არ იწყებენ, სხვა შემთხვევაში ღირსეული კომპენსაცია შესთავაზონ ამ ხალხს.
ელოდება ეს მოსახლეობა რა გადაწყვეტა ველოდებოდით უბრალოდ ჩვენ პირობა მივიღეთ ოქტომბრის თვეში რომ ვიმუშაოდით ამ საკითხზე თქვენი მოთხოვნა რა არისო შეგვყვნენ კიდევ გულისხმობთ როცა შეხვდით ინფრასტრუქტურის მინისტრს რომელიც ჩამოსული იყო ჩვენც ვიყავით ადგილზე იმ შეხვედრამდე არასოდეს თანხა არ ქონდათ გაჟღერებული ბევრ ვერსიას გვერდებოდნენ ახალ სოფელს აგიშენებთ მუშაობთ ამაზე მუშაობთ იმაზე რომ ადგილმონაცვლეობა გაკეთდეს და პლუს თანხა იყოს ასე შემდეგ და ზუსტად მან უთხარით ჩვენ იგივე სიტყვები რომ აგერ ბატონო გავარკვიეთ უკვე ფასი ვიცით სად რა ჯდება შეძენის შემთხვევაში აშენების შემთხვევაში ზუსტად ვიცით მთელ მოსოფელმა რამ დაგვანგრია და თქვენივე ამ მას დასკვნას თუ დაუჯერებთ ამ კვლევას რაც ამ კომპანიამ ჩაატარა აქაც ორაზროვნად წერია და თქვენ თვითონაც ვერ ამტკიცებთ იმას რომ ნამდვილად თოლმა დააზიანა თუ არა და მინიმუმ იმის საშუალება მოგვეცით რომ ორი სართული თუ გვედგა ერთი 100 კვადრატის ერთსართულიანი სახლი მაინც ააშენოს ადამიანმა და დარჩეს სოფელში თავის წინაპრის საფლავთან ახლოს და იმ ტერიტორიასთან ახლოს, რაზეც დღეს ვესაუბრეთ ტელეგადაცემის განმავლობაში და დახვდები რომ ამ საკითხზე იმუშავებდნენ, აქ იყო საუბარი სადღაც 100,000 ლარზე, მინიმუმ 100,000 ლარი და რაღაც საშუალება მიეცეთ ამ ხალხს ინფრასტრუქტურა. ხო, რასაც თანხმდებოდით, ხო, სხვა შემთხვევაში ვიღაცის სახლი 200,000 ლარს, ვიღაცის 300,000 ზოგს დიდი სახლი აქვს, ზოგს პატარა სახლი აქვს. ამაზე არ ვლაპარაკობთ მეთქი, რაც გილაპარაკებით საერთოდ სხვა რაღაცაზე. დაგვიტოვეთ შანსი იმის რომ ქუჩაში არ დარჩეს ხალხი, ვიღაცა რო წავა 50,000-ად გამორიცხულია დღეს ვიცით ფასები. ფასები იმ ადამიანების ვისაც საკმაოდ იქ მთარი მასალაც რო ავიტანოთ ატანათული მასალაზე ძვირი ლარი ნამდვილად არ ჭირდება. თანხაზე სულ არ ქონდა საუბარი. თანხაზე საერთოდ არ ქონდა. ხო, ანუ კი ბატონო, მე ერთადერთი კიდევ მინდა რომ გავამახვილო ამ გამოცემულ განკარგულებაზე ყურადღება, სადაც წერია რომ თუ ამ კომპენსაციაზე ხელს მოაწერდა, ამ განკარგულებაზე ხელს მოაწერდა, დათანხმდები ამ 30-დან 50,000, იქ წერია რომ მე აღარ გაქვს უფლება არც შენ, არც შენი ოჯახის წევრს კი ბატონო, რომ პრეტენზია გქონდეს ან სადმე გაასაჭირო და ან იდაო, ან მუნიციპალიტეტთან, ან სახელმწიფოს რომელიმე სტრუქტურასთან და ასევე სხვა პირთან და ეს სხვა პირი არის რკინიგზა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მეტი ფიზიკურად ვერ იქნება და მაინტერესებს რატო ეფოფინებიან ამ რკინიგზას აი ესე და რატო ადევს დიდი თათი, რომ აი ესე ვერ ჩავიდე რაღაცები ვერ გამოიკულიეს ისე როგორც საჭირო, არც ჩვენ არ გვაძლევენ. სახელმწიფო კომპანია რკინიგზა. ხო, არც ჩვენ არ გვაძლევენ წერილზე პასუხს და არ ვიცი, ალბათ ისე როგორც სხვაზე არ ეგონათ, ისინიც დასაჭერი გაუხდებიან, რომ როდისღაც იქნება და აქ არის ერთი მომენტი. თუ ამ კვლევას დაუჯერებთ ბოლოს რა კვლევას დადეს, ამ კვლევის მიხედვით რეკომენდაცია არის გაცემული კი რა სასახად წერია, რომ ამ ტერიტორიაზე ცხოვრება კი არა წითელ ზონაში და მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანიჯისფერ ზონაში. გადაადგილებას კი აკრძალეს ამ კვლევის მიხედვით. და ნახეთ რასთან გვაქვს საქმე, თუ ეხლა მოსახლე დათანხმდება ამ პირობებს, ნებისმიერ პირობას რასაც არ უნდა დათანხმდეს, ნიშნავს რომ ხვალ ჩამკეტი აქვთ. ჩვეულებრივ შეუძლიათ ტერიტორია ჩაკეტონ და აქ სახლზე აღარ არის საუბარი და ეზოზე აღარ არის. თელ ნაკვეთებზე, მიწებზე, ვენახებზე, სავარგულებზე, ყველაფერზე. უნდა თქვათ, ხო, მაგრამ თქვენ ხო, უარი უნდა თქვათ და მაგას ვეუბნებით. ხვალ ვერ ვიცხოვრებთ, გადაადგილებაც კი შეუძლებელი გახდება და თმობთ ხალხი თმობს ზოგს ვიღაცას 30,000 და 50,000 ლარის ვენახები ქონდა ხალხს. უნდა დატოვონ და ხვალ ვეღარ ვიცხოვრებთ იმ ტერიტორიას უნდა გავცილდეთ ყველა ვარიანტი რის სანაცვლოდ. ხო, მაგრამ საკუთრება ხო არ იკარგება ეს ხო არსებული ეს ხო დაფიქსირებულია. ხო, მაგრამ ზუსტად მაგაზია საუბარი. შემდეგ თუ ამ თანხას ავიღებ და თუნდაც სხვაგან გადავსახსნებით და რაღაცას გააკეთებენ ის სახელმწიფო საკუთრებაში იქნება, ხო, როგორც ვიცი და всё, არანაირი. ანუ ადანაირი მოთხოვნებაზე იქნება, შენ საკუთრებაშიც რომ იყოს, ვერ შედიხარ, აგიგრძალა ვერ შესვლას, მაგაზე ხაზიც გავუძვით, ხო ხედავ ჯერჯერობით გიშვებ. მაგაზე იყო, რომ კაი ბიჭი ვარ, მე შენ გიშვებ, იქ რომ რაღაცა გამოიტანოს. მე უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს თვითონ ხარაგაულის მერთან. მართლა თუ შეხვდებიან და გაგვესაუბრებიან მერთან აღარ წყდება იქ არა მე უბრალოდ ძალიან ისე მაღალფარდოვანი სიტყვებით რო გამოდის და რასაბა 50,000 და 30,000 რო საკმარისია მერის გადმოსახედიდანაც თავისი 8 სახლიდან ან 9 სახლიდან რომელია აშენა 50,000-ად ძალიან მაინტერესებს სამართლიანი იქნებოდა აიღწერათ თითოეული მოსახლის საცხოვრებელი ფართი ყველა მიწა ყველაფერი რაც გააჩნდათ და ნორმალური კომპენსაცია მიეცათ
მე მახსოვს ერთ-ერთმა თქვენმა ახლო მცხოვრებმა მეზობელმა თქვა, რომ ჩვენ 2 ტონა თხილი მოგდიოდა ჩვენს მამულში და აი ეს ყველაფერი ხო თვლადი, ეს ხო არ არის ისეთი კატეგორია, რომელსაც ვერ დაითვლი. ამისად აბსოლუტურად ეგრეც თვლადია და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები ახლა 40, 30, 35, 60 წელია ცხოვრობენ იქ და ეს არათვლადი კატეგორია. ადამიანებს ემოციური ბმა აქვთ იმ სოფელთან. ახალგაზრდობიან საფლავებთან და ფიქრობენ ეს პლასტმასის გადაწყვეტილების მიღები პირები რომ ყავს ყველგან. საკუთარი ხელით რომ ააშენებ და ცხოვრებას მოიყვანს. ხალხი აი რო გითხრათ მე ჩემი თვალით მეზობლებს ერთმანეთს ვეხმარებოდ რაღაცა ერთი ოჯახი იყო. მზეს უმზირას, კარტოფილის, კიდრე პომიდორი, ბადრიჯანი, თავისი სამყოფი თვითონ მოყავდა. ეხლა იყო სასაცილო ის იყო რა იყო მაგაში. მარიამ მაიცით რა ვიტყვი აპატიეთო შეგაწყვეტინეთ. მარიამ თქვა რომ ჩვენ ყველი არასოდეს თბილისში არ გვიყავით. არასოდეს 20 წელი არ ხავართ, არასოდეს არ ყველი რომელიც დღეს უკვე 27 ლარი. ეს იყო სოფელი რომ დაინგრა გაუგზავნეს თითო პარკი ყველას 1 კილო ფქვილი ერთი ის ვის ეშჭირდებოდა ყველას თავისი ფქვილი და ყველას ქონა თავისი ის უბრალოდ ეგ გაქრა და მაგ შესაძლებლობა გაუქრა ამაც უკვე მაგით ცხოვრობდნენ. ანუ ვითომ დაზარალებულ ხარ? პენსიის გარდა ცელოფნის პარკი თითო კილოგრამი. ანუ გესმით რაზე არიან დასული. ეს არის უბრალოდ დაცინვა, მეტი არ არის. სხვათა შორის ერთ ზუსტად ასეთ შემთხვევაზე, როცა სრულიად არათვლადია ამბავი, რომელიც ერთ ადამიანს ეხება, სწორედ ამ ვიდეოთი გვინდა ახლა დავასრულოთ, მაგრამ სანამ დაგემშვიდობებით, აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ეთერი ღია სივრცე ყოველთვის იქნება თქვენთვის ღია, ყოველთვის გვექნება საშუალება, რომ ნებისმიერ მომენტში, როცა საჭიროება იქნება, რომ მიმართოთ ადამიანებს, რაც თქვენი ბედის გადაწყვეტა ამ შემთხვევაში ევალებათ, რა თქმა უნდა, ისინი მათი პასუხისმგებლობაა თავიდან ბოლომდე. კიდევ ერთხელ ვადასტურებ, ჩვენ მზად ვართ დიალოგის რეჟიმშიც შეგახვედროთ, ან თქვენ მოგცეთ დრო იმისთვის, რომ მიმართოთ. მადლობა ამ შესაძლებლობაზე. პირიქით, მადლობა თქვენ იმისთვის, რომ იყავით ჩვენთან ერთად. ადამიანები, რომლებიც იძულებულები გახდნენ აყრილიყვნენ თავისი საფკარიდან, შეეცადნენ დროებითი თავშესაფრები. ის ნაქირავები ბინებით სადმე შორი ახლო ეპოვათ, რომ პერიოდულად სახლებისთვის დაეხედათ. ყველაზე გამბედავები თითო ღამით რჩებიან კიდეც თავის ნასახლარებში, მაგრამ მათ შორის ყველაზე ჯიუტი გელა კვინიკაძე აღმოჩნდა. სიყვარული შიშძლიერიაო, ასე ახსნა თავისი გადაწყვეტილება მარტოკაცმა დამარხული სოფლიდან. ვერ ვთმობ, ამათ სიყვარულს ვერ ვთმობ. სიყვარული ძლიერია შიშზე, ამას გეტყვით რა. ახლა მაგრის გარეშე არ შემიძლია. უნდა ვიარო ყოველთვის აქ. მაინც სადღაც რაღაც ხათაბალაში მოყვები ან მიწის ქვეშ ან ზღვაში. ლაპარაკი რო არ დამავიწყდეს, პირველ დღეს ლაპარაკები. ვინც წავიდა აქიდან, ყველაც რემლით წავიდა აქედან. უცრემლით აქედან არავინ არ წასულა. სიზმარშიდაც არ დამესიზმრებოდი, ჩემ სოფელს თუ ასეთი რამე დაემერხებოდა. თქვენ ერთადერთი მცხოვრები გახართ ხემაღალში? რაც ხალხი გავიდნენ, მის მერე აქ ვარ. სულ მარტო დედა ჩემთან ჩავიყვანე ქუთაისში, პროცეულაში ცხოვრობენ. რამ გადაგაწყვეტინეთ, რომ მარტო დარჩენა გიყავით ამ სოფელში? სიყვარული. ვერ ვთმობ, ამათ სიყვარულს ვერ ვთმობ. სიყვარული ძლიერია შიშზე, ამას გეტყვით რა. მეუღლე პატარასთან ერთად დიშვილი 13 წელს იყო მამაჩემ. ვერ წარმომიდგენია გელა, რომ იმათ სულებს და იმათ საფლავს საფრთხე დაემართოს. 22 წელიწადია რაც მე ცოლშვილი დავასაფლავეთ, რომ და მათ გულზე ფეხი არავის არ დაყოთავს. გინდა მიჯერეთ, გინდა რა. სხვანაირი კაცი და სხვანაირი სიყვარული მქონდა. 11 წელიწად მიყვარდა. მარტო მაგი არა, მასაც 11 წელიწადი უყვარდი და 9 თვეში დამთავრდა სიყვარული. წავიდა ყველაფერი. სულობის დროს გადაიცვალა. კი. ზუღარ. შეიძლება გოჩვენოთ. არის მეუღლე. რომელიც სიყვარულით მაჩუკა პატარა ვაშკაცთან იყო.
2003 წელს რო ვირუსი შემოვიდა ქათმის გრიპი თუ რაღაცა აი გაცივდა სავით და გაურთულდა მე ეს და ქუთაისში უნალობდით მაგრამ ვერაფერი ვერ მოუშველეთ თანაც მეცხრე თვეში იყო და εμშობია და ბავშვის დაიღუპა და თავად ორი დღე იცოცხლა მე და სისხლი მოეწამლა და ვერ გადავარჩინეთ. საფლავებს ჯერ არ შეხებია. არ შეხებია. სასაფლაოს არ შეხებია და აი ღმერთმაც მოკნას. აი ეს ეგ იქნება მე ალბათ კატასტროფა. იცით რა არის აი სოფლის სიყვარული. აი მთელი ცხოვრება რო სოფელში ხარ და შრომობ რა. აი ის სიყვარულის რა სუსხარი კი სხვაგან წახვალ ნუ შეიძენ ასე იქნება თუ ისე იქნება კიდე შეიძენ სახკას მაგრამ აი ის სიყვარული რაც აქდებს ისე ვერ შეიყვარებ ფიზიკურად ვერ ვიქნები სხვაგან კარგად უნდა ვიარო ყოველთვის აქ მაინც სადღაც რაღაც ხათაბალაში მოყვები ან მიწის ქვეშ ან ზღვაში. რა ვიცი მე ხემაღლის გარეშე არ შემიძლია. არ შემიძლია ვერ შევეგუები ვერსად ცხოვრებას. წახანაც ვფიქრობდი აი პირველ დღე დავაბე და ცრემლებით წამოვედი. არ ვიცი სად მოგვიწევს აწი ცხოვრება მეთქი. ლაპარაკი ვარ დამავიწყდეს პირველ დღეს ლაპარაკები. თუ წახოთ რუსადმე მოგიხდათ მაინც წასვლა ამ ცხოველებს რა ეშულებათ? ამათ მე ვერანაირად ვერ დავთმობ. 7 წელს. კი. აი ვერ ვიაზრებ იმას რომ მე უნდა დავტოვო ეს და გადავაბიჯო სოფლზე და წყალზე. რთულია ჩემთვის ძალიან რთულია. ყველასთვის რთული არის. ვინც წავიდა აქიდან, ყველა ცრემლით წავიდა აქედან. უცრემლით აქედან არავინ არ წასულა. ყველას დიდი ტკივილი აქვს თავის სოფლის. როდესაც წარმოგიდგენთ სოფლის ასეთი დასასრული? ეს სიზმარშიდაც არ დამესიზმრებოდი. ჩემ სოფელს თუ ასეთი რამე დაემართებოდა ამას მე კი არა გასამბოქო. წარმოუდგენელი რაღაც მოხდა გელა. წარმოუდგენელი რაღაც. ჩაწყვეტილია წინა, ჩაწყვეტილია ვენახიც. დამთავრებული არის ეს თანდათან მოემადებს პერსპექტივა აღარა, მკვდარია უკვე. აი აქ სადაც ვართ ახლა ჩვენ ეს უკვე მკვდარია. მკვდარი სოფელია. მკვდარია. ეს სოფელი ძალიან ლამაზი სოფელი ვქონდა. ძალიან ლამაზი ხალხი. აი ერთი მეორეს რო ხმამაღლა არ დაელაპარაკებოდა. ისეთი სიყვარული ვქონდა. ისეთი ურთიერთობა ვქონდა. როგორ გავწირა ბუნება. არ ვიცი მე. მხოლოდ ბუნება? ბუნებამ ნუ ახლა ბუნებასთან რა მინდა ბუნებამ რა ვიცი რა რაღაც უბედურება ვიღაცის რაღაც ახირებამ ასე რომ დავარქვა რა ვიცი რა არის და ეგ დაანგრიეს სოფლებით მე 60 წლის ხდები მთელი ცხოვრება ხო ახლა ბავშვობა და ის აქ-ამაკ გატარებული ყველა ხისნის ხო ვიცი აი გუშინწილ გადმოვიარე ჩემს ნამოსახლზე და რო შევხედი აი უნებურად ციუმაუფლა დამასხადაც რემლები წამომცვიდა ეს ამხელა ნაშრომნა მაგარ სტოვებ და გაუკვირვებაში ვარ სად დავიმარხები სად უნდა დავიმარხო მომიტანებენ მე აქ და დამასაფლავებენ რო რამე მოხდეს რაც მოსახდენია მოხდეს
დღევანდელი ეთერი ამით დასრულებულია. ჩვენი გადაცემის შემდეგ თქვენ გაქვთ საშუალება უყუროთ ირაკლი ტაბლიაშვილის კონტექსტს. მომავალ შეხვედრამდე.